საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. მამაძაღლები. თუ ვინ ვიგულისხმე, ამას რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას თქვენ შეიტყობთ. გადაცემას ასეთი ეპიგრაფი წარუმწვარი. ჩვენ სულ ფეხებზე კიდია ბიძინა ივანიშვილის კანონები. აი ამ ნათქვამიდან ერთ სიტყვას თუ ამოვიღებთ ივანიშვილის, ასე შემთხვევაში დაგვრჩება წინადადება, ჩვენ სულ ფეხებზე კიდია კანონები. ეს კი რას ნიშნავს? ეს არც მეტი არც ნაკლები ნიშნავს ნათქვამს, ჩვენ ფეხებზე კიდია საქართველო. დიახ, ძალიან ბევრი მოგროვდა ასეთი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებსაც ფეხებზე კიდიათ საქართველო. ფეხებზე კი კიდიათ, მაგრამ თავს არ ანებებენ. ფეხებზე კი კიდიათ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტკივილი მიაყენონ. სისხლი და ცრემლი მოიტანონ, სახელმწიფო გადატრიალება მოიტანონ და გააუბედურონ. რატომ აკეთებენ ამას? ვინ აკეთებს ამას და რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ევროპა უნდათ. ევროპული დირექტივები უნდათ. ევროპული მმართველობა უნდათ. ევროპის ვასალობა უნდათ და ევროპელებსაც ეგუნდათ, სხვა ხომ არაფერი. აი, როგორ გვიყურებს ევროპა ჩვენ ქართველებს და საქართველოს. და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ლატვიის პრემიერ-მინისტრი და ლიეტუვის პრეზიდენტი ყველა მათგანი დღეს ქართველი ხალხის სახელით საუბრობდა და საქართველოს ხელისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე მწვავე და აკრიტიკებდა. მწვავე და აკრიტიკებდა კი არა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც ზევით ჩამოვთვალე, ის გააკეთონ. რაც შეიძლება მეტი ტკივილი და უბედურება მოუტანონ საქართველოს. მამაძაღლები მეთქი ვთქვი ზემოთ და აი ახლა წარმოგიდგენთ მამაძაღლების ერთ ნაწილს. მე მათ სახელებით და გვარებით და თანამდებობებით აღარ მოვიხსენიებ. აი ასე მოვიხსენიებ ხოლმე მამაძაღლები. მეცოტა არ იყოს გაბრაზებული ვარ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მანამდე ვიდრე ისინი გააანალიზებენ, რომ დემოკრატიის წესებს, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას დაცვა პატივისცემა სჭირდება. სიტუაცია რთული იქნება და გულდასაწყვეტი არა მარტო ხალხისთვის, რომელიც ელოდება ქვეყნის პროგრესს. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გადაწყვეტს ხალხის ნაცვლად ვერაფერს. თუ საზოგადოება იქნება ძლიერი, შეინარჩუნებს იმედს და ევროპული ღირებულებების დემოკრატიის მიმართ ორიენტირს, მაშინ თქვენ გაიმარჯვებთ. მე ასე მჯერა. ჩვენი ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის, რომ ჩვენ დგავართ მათ გვერდით, მაგრამ იქამდე სანამ მათი მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ არ ვაპირებთ კანდიდატობიდან უფრო შორს წასვლას. აი ასეთი გახლავთ ეს მიდგომები. უაღრესად უსინდისო და უზნეო მიდგომები. მიდგომები, რომლებსაც მხოლოდ ცუდი განზრახვა უდევს საფუძვლად და სხვა არაფერი. სამწუხაროდ ასეთი რეალობა გვაქვს და ამას რეალისტურად უნდა შევხედოთ. ამას უნდა შევხედოთ ისე, როგორც ფაქტს, როგორც მოვლენას, რომელიც არსებობს და არა მარტო არსებობს, არამედ ჩვენგან შეფასებას ითხოვს და არა მარტო შეფასებას ითხოვს, არამედ ჩვენგან პასუხს ითხოვს, ქმედებას ითხოვს, დამოკიდებულების რეალიზებას ითხოვს. აი ასე უნდა შევხედოთ ყველაფერ ამას და ჩვენი ხელისუფლებაც მე მგონი ასე უყურებს ამას. როცა საუბარია ეგრეთ წოდებულ უსამართლოდ დაპატიმრებლების გათავისუფლებაზე. თქვენ დააკვირდით ერთ რამეს, არც ერთ განცხადებაში არ ამბობენ ვის გულისხმობენ. ვინ არიან უსამართლოები, რატო არ ამბობენ? უჩა აბაშიძე არის უსამართლოდ? აი ეს არის მათი მორალი, სინონიმში არის. მათი მორალი არის ადამიანი, რომელიც თაკუთარ ცოლს ყიდიდა და სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა იმისთვის, რომ დაეშანტაჟებინა სხვები, აი ეს ამ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს დღეს ბრიუსელი. არ არსებობს საქართველოში უზნეო ადამიანი, რომელსაც ისინი მეგობრად არ მიიღებენ, რომელსაც ისინი თავის პიროვნებად, თავის პერსონად არ გაასაღებენ. აი ის, ვინც იყო ნახსენები. აღმოჩნდა ისეთი გარეწარი,
საქართველოში მცხოვრები ვინმე მე მის ეროვნებას არ მინდა შევეხო. იმიტომ რომ მას არ შეიძლება ეროვნება კონდეს. კაცი, რომელიც საკუთარ ცოლს აქირავებდა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ამაში არა მარტო გასამრჯელოს იღებდა, არამედ ყველაფერს თვითონ ვიდეო კამერაზე აფიქსირებდა, რათა შემდეგ ვიღაცების დაშანტაჟების საშუალება რომ ქონოდა. აი ეს ადამიანიც კი ევროპელების მეგობარია, ევროპელებისთვის მისაღები პიროვნებაა. და თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიტიკურ პატიმრად შეუძლიათ გამოაცხადონ აი ასეთი, არ ვიცი რა ვთქვა, რა სიტყვა გამოვიყენო ასეთი პიროვნების დასახასიათებლად. ერთი სიტყვით, ევროპაში თითქმის ყველაფერი დაწყებული საინფორმაციო საშუალებებიდან და დამთავრებული პოლიტიკით. ყველაფერი გაიხრწმა, გაუბედურდა და სრული დეგრადაცია განიცადა. აი მაგალითად რა გააკეთა ჩვენთან BBC-მ, რა მეთოდს მიმართა, რა ფორმას მიმართა იმისათვის, რომ საქართველოში ჯერ ერთი შეექმნა ხელისუფლების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი და მეორე მხრივ დაედო ვითომ ფაქტები და მასალები, რომელიც შემდეგ საფუძველი გახდებოდა ხელისუფლების ცვლილებისა, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების გზით. ცნობილი BBC აკეთებდა ამას. პასუხი, იცით ეს ისტორია თქვენ, პასუხი ასეთია ჩვენი ხელისუფლების. BBC-ს წინააღმდეგ სარჩელი შეტანასთან დაკავშირებით ტრამპი ითხოვს კომპენსაციის სახით $10 მილიარდ. თქვენ საქართველოს ხელისუფლება გეგმავთ BBC-ს წინააღმდეგ სარჩელი შეტანას. პირველ რიგში შევიდა შესაბამის სარჩელს ეგრეთ წოდებულ ოფკომში, ანუ რეგულირებელ კომისიაში, ბრიტანულ კომისიაში და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ სასამართლო ინსტანციებს. $10 მილიარდს მოითხოვთ თუ არა, არ ვიცით, მაგრამ რამდენს მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება? ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ბუნებრივია, ჩვენთვის თავარია, რომ ის სამარცხენო ტყუილი უარყოს BBC-მ, რომელიც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად და დაკვეთით და დავალებით. ამაში მე ვარ დარწმუნებული, ხა დანარჩენი არ ვიცი, დადგენდება კონკრეტული განხილვის საფუძველზე. უბრალოდ რამდენად სამარცხენო იყო ეს ტყუილი, ერთად შეგვიძლია ამას ვიმშველოთ, არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს ხერბლი. და ამ პირობებში ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. ნუ საოცარი ტყუილია, ხო არ შეიძლება ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როდესაც აფეთქებული არ არის არაფერი, ხო? ნუ საოცრებაა საერთოდ. რა თქმა უნდა საოცრებაა, მაგრამ არაფერი არ არის საოცრება, იმიტომ რომ თუ თვალებს გაახელ, მაშინ დაინახავ დასავლური მედია საბოლოოდ გატახსირდა. დასავლური მედია იქცა არა ინფორმაციის საშუალებად, არამედ დეზინფორმაციის საშუალებად. დასავლური მედია იქცა საწამლავად, ტვინების, რეცხვის საშუალებად. მართალია ვიღაცა არ ექვემდებარება, არ ემორჩილება, მაგრამ არის საზოგადოებაში ნაწილი, რომელზეც ისინი გავლენას ახდენენ და აქაც მოახდინეს ალბათ კიდეც გარკვეულ ნაწილზე გავლენა, მაგრამ საბოლოოდ იმდენად თეთრი ძაფით იყო ეს, როგორც იტყვიან, ნაკერი, იმდენად არადამაჯერებელი იყო მათი ეს ლიტონის სიტყვები, რომ არ ამგონია, რომ საზოგადოების რამე სერიოზული, აი პროცენტულად რომ გამოისახება ამ მასშტაბის ნაწილს საზოგადოებისა, ყურადღება მიექცია BBC-ს მიერ შეთითქმული ამ ჭორისთვის, მაგრამ ისინი ხომ მუშაობენ ასე, ისინი ხომ აკეთებენ ასე და როგორც წაღამ თქვი დაწყებული საინფორმაციო საშუალებები და დამთავრებული პოლიტიკოსებით, ყველა ასე სინქრონულად მუშაობს აი ამ ბინძური მიმართულებით. სიბინძურე არის მათი პლატფორმა, სიბინძურის ენით ყვებიან ისინი იმას, რასაც ყვებიან და სიბინძურე არის მიზანი მათი, როგორც საფუძველი, ასევე მიზანი. აქამდე მივიდა და აქამდე დეგრადირდა ევროპა. აი მაგალითად, მსჯელობა მათი როგორია და რა სახეს იძენს. საქართველოს დემოკრატიულ უკუსლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.
კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ. ისინი საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიციატივით უნდა გამოვიდნენ. ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეალური წნეხი, მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებელი გათავისუფლება და დაელოდოს ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. არც ერთი მიზეზი, არც ერთი დაგვიანება. პატიმრობაში არიან ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი. ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებიც იბრძოდნენ დემოკრატიული ევროპული საქართველოსთვის. ადამიანებს, რომლებიც ჩამოთვლილ პიროვნებებს გმირებად გვიცხადებენ. რა შეიძლება დავარქვათ სახელად, თუ არა ის, რაც უკვე დავარქვი მე. ესენი არიან მამაძაღლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევრომამაძაღლები, ევროპელი მამაძაღლები. მარტო ჩვენ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება. თვითონ ევროპაში, თვითონ იმ დარბაზში, იმ ორგანოში, სადაც ეს ყველაფერი ითქვა, არიან ადამიანები, თითოეული პერსონები, რომლებიც ხედავენ და ღაღადებენ კიდეც ამის შესახებ, მაგრამ მათი ხმა აღარავის აღარ ესმის, იმიტომ რომ ევროპაში იმძლავრა უსინდისობამ და იმძლავრა ძალადობამ და თაღლითობამ და თახსირობამ. თუმცა იმ ადამიანების ხმაც არ უნდა დავკარგოთ, უნდა მოусმინოთ მათაც. უკვე თვეებია საქართველოს ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზე წოლის ქვეშაა. ეს თავდასხმები ეჭქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, მის სასამართლო სისტემას, ასევე ქართველი ამომრჩევლის სუვერენულ არჩევანს. ეს არის უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქსელების შარევა და მათი შეშფოთება ევროპარლამენტის მიერ არის გადმოცემული. თუ სწორად გავიგეთ, თქვენ გამოაცხადეთ, რომ 24 მილიონი გადაეცა ბოლო თვეებში ასეთი ორგანიზაციების მხარდასაჭერად და სავსებით მართალია, რომ თქვენ ოცნებობთ საქართველოს მთავრობის დამხობაზე, რადგან ის არითვალისწინებს ევროკომისიის გაფრთხილებებს. თქვენ ადანაშაულებთ მას არასწორად მოქმედებაში, რადგან ის საკონსტიტუციო წესრიგს იცავს და ეწინააღმდეგება რუსეთიდან ან ევროპიდან დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას. საბოლოო ჯამში თუ დააკვირდებით, ვინც ცდილობს სინამდვილეში დემოკრატიული კრიზისის გამწვავებას, მაშინ ვფიქრობ, რომ ჯობია დამნაშავეები ბრიუსელში მოძებნოთ. ეს კაცი ხომ იქიდან არის. ეს კაცი ხომ უყურებს და ხედავს და გრძნობს და განიცდის, რა ხდება იქ, ევროპის კონტინენტზე და რა ხდება თუნდაც საქართველოში. აი ასე ხედავს. სწორად ხედავს და სამართლიანად ხედავს, მაგრამ იმდენად ძლიერები არიან, ძლიერები იმ გაგებით, რომ დაფინანსებულები არიან, წახალისებულები არიან, იმდენად აი ტალღა უნამუსობისა და უსინდისობის ევროპაში, რომ თუნდაც უმცირესობაში მყოფი ძალები აშკარად ძალადობენ და მაინც თავიანთი გააქვთ ხოლმე. არა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გააქვთ თავიანთი, მაგრამ აი ეს ტალღა, ევროპული ტალღა ძალადობისა და უსინდისობისა არ ცხრება და აი ასეთი სიმართლის მოლაპარაკე ადამიანების ხმა ხშირად რატომღაც იგნორირებულია. ამას პაპუაშვილმა უწოდა ევროპის ცივილიზაციის უფსკრული. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. თუ კი ვინმე საინტერესებს თუ რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, მას შეუძლია ნახოს გუშინდელი სხდომა ევროპარლამენტის და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკრულისა, სადაც დღეს ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ნაწილი იმყოფება. ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ეს არის ცივილიზაციური ქედმაღლობის და აღმატებულობის პოზა, რომელსაც ჩვენ გუშინ უყურებდით. ეს არის ტყუილი პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ იმ დაკვეთას, რომელიც ევროპელი ხალხებისგან მოდის და არიან სრულად აღსრულებლები რაღაც გეოპოლიტიკური გლობალისტური მიზნებისა, რომელსაც მათ ყურში უჩურჩულებენ არაფორმალური მმართველები. და მეორე, ეს არის იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის,
რომელიც გარდა იმისა, რომ ისწრაფის ევროკავშირში წევრობისთვის, არის თავად შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა, ევროპული ღირებულებებისა და ჩვენ ხედავთ ქართველები, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი. ბატონო შალვა ყველაფერს სწორად ლაპარაკობთ. თითქმის ყველაფერს, მაგრამ იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის ეს ყველაფერი. ქართველი ხალხისთვის, რომელიც ისწრაფის ევროკავშირისგან. ვინ ისწრაფის ევროკავშირისგან? სადაა ეს სწრაფვა? სადღა უკვე ეს მიდრეკილება და ეს ლტოლვა ევროპის მიმართ? აღარ არის ბატონო შალვა, იმიტომ რომ ეს თქვენ ვერ ხედავთ პოლიტიკოსები და სხვათა შორის მართველი პარტია და მისი ლიდერები, რომ ევროპა აღარ არსებობს და ხალხი ხედავს ამას. ამიტომ არავითარი სწრაფვა არ არსებობს და აქედან გამომდინარე არავითარი დიდი იმედის გაცრუებაც არ არის, იმიტომ რომ ვისაც მეტი გაეგებოდა იმან იმ თავით ვეიცოდა, ვინც იყო და რაც იყო ევროპა, პოლიტიკური ევროპა მაქვს ხոտბედობაში, თორემ ჩვენ შექსპირის და ბალზაკის და ჰეგელის და კანტის ევროპაში კი არ გვეპატიჟება ვინმე. აი ამ პოლიტიკური ბითურების ევროპაში გვეპატიჟებიან და პოლიტიკური ევროპა მეძავი იყო ყოველთვის. ამიტომ დიდ იმედგაცრუებაზე საუბარი აქ არ არის სწორი, მაგრამ ნუ კარგით ეს ყველაფერი ზოგადად არის, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ამ ზოგადობაში, რა თქმა უნდა, გეთანხმებით სამწუხაროდ ევროპა ასეთ სავალალო დღეშია. მაგრამ არსებობს ალბათ კონკრეტიკა. რა უნდათ მაინც მათ, რას ითხოვენ ჩვენგან და რა არის ის მთავარი, რასიც ჩვენ ვერ ვთანხმდებით. პირველი ითხოვენ, რომ სრულ შესაბამისობაში მოვიყვანოთ, მოვიდეთ რუსეთის და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, ანუ დაუწესოთ სანქციები რუსეთს და ბელარუსს. პირველი, მეორე გვიკრძალავენ საგარეო პოლიტიკის ისე წარმოებას, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ესე იგი რა, მონები ვართ მათი, ხო? მათ წარმოდგენაში. ასე გამოდის. უნდა დავემონოთ, უნდა დავემორჩილოთ და ნებისმიერი მათი სურვილი ბრძანება უნდა შევასრულოთ უყოყმანოდ და ხმის შეუბრუნებლად. ასე გამოდის, ხო? რა თქმა უნდა ასე გამოდის. ამიტომ ვისწრაფით ევროპისკენ და იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ხდებაო, ეს მაინც და მაინც შესაბამისობაში არ მოდის ყველაფერი იმასთან, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ. მე კი არა, თქვენ რომ საუბრობთ, იმასთან არ მოდის შესაბამისობაში, მაგრამ აქ ნახეთ განსაკუთრებული და უმთავრესი რა არის, ეს არის რუსეთთან დამოკიდებულება და თუ გნებავთ იგივე ბელარუსთან დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს ერთი სამოკავშირეო სახელმწიფო გახლავთ, რუსეთი და ბელარუსი. დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთისა და ბელარუსის მტრები. ჩვენ უნდა შეუერთდეთ დასავლეთის მიერ ამ ქვეყნებისთვის დაწესებულ სანქციებს. კი, მაგრამ საით მიდის მერე ეს გზა? რას მოგვიტანს ეს საბოლოო ჯამში? ეს შეკითხვა არ ვიცი, მათ ვინმე დაუსვა თუ არ დაუსვა, მაგრამ მათი პასუხი ასეთია, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, თქვენ რა მოგივათ, თქვენ რა შედეგს მოგიტანთ ეს ყველაფერი. ჩვენ რაც გვინდა, იმ კონტექსტში უნდა ჩაეწეროს საქართველო, თუ უნდა ჩვენთან მეგობრობა. რატომ უნდა გვინდოდეს ევროპასთან მეგობრობა, თუ კი ევროპას ჩვენს მიმართ ეს დამოკიდებულება აქვს. თუ კი ევროპა გვეუბნება, რომ თუ გნებავთ ხვალვე ან დღესვე ომი დაწყებულა საქართველოში, მომხდარა საქართველოს უკრაინიზაცია და ისეთი ბედისწევია საქართველოს, როგორც უკრაინას ეწიაო. ეს არის ხომ მათი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ის პასუხები, რომელსაც ახლა თქვენ აძლევთ ევროპას, გასაგებია ქართველი ხალხისთვის და ყველასთვის გასაგებია, იმიტომ რომ სწორია და ლოგიკურია, თუმცა არის გარკვეული შეუსაბამობა და გარკვეული არათანმიმდევრულობა თქვენს დამოკიდებულებაში ევროპასთან. მივალთ აქამდეც, მაგრამ მანამდე მინდა ერთი თქვენი ნათქვამი
ბატონ შალვას მიმართავ ისე პაპუაშვილს წამოვწიო, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიმართლეა ჩადებული ამ ნათქვამში. ჩვენ კიდე ბევრ პარალელს დავინახავთ 2008 წელსა და აი ახლა იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს არის შეიყვანეს ამ ომში და შემდეგ თვითონვე მოაწერინეს ხელი იმაზე, რომ ომი თავად დაიწყეს. აი ეს არის ვასალების ბედი. ეს არის მათი ბედი, ვინც მარიონეტები არიან. როდესაც მარიონეტულ ომში ერთვები და ხდები სხვისი მარიონეტი, ჯერ შენივე ხელით გაგაფუჭებინებენ საქმეს და შემდეგ შენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ ეს გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებული არის. აი ეს არის ის განაჩენი. გაგახარა ღმერთმა. აქაც ყველაფერი სწორად არის ნათქვამი. მე 17 წელიწადია ამას ვლაპარაკობ. 17 წელიწადი გავიდა ხომ 2008 წლიდან კი. 17 წელიწადია მე რაც ამას ვლაპარაკობ და არა მარტო მე რა თქმა უნდა. აი თქვენ 17 წელიწადი დაგჭირდათ იმის სათქმელად რომ პარალელი გაგევლოთ 2008 წლის საქართველოს მოვლენებსა და ახლა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შორის. დიახ, ერთი და იგივე მოვლენაა ეს. ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, უნდა მომხდარიყო საქართველოში 2008 წელს. ამას მოაწერა ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამას მოაწერა ხელი ევროპამ და ამას მოაწერა ხელი მათმა აგენტურამ და იმდროინდელმა ხელისუფლებამ საქართველოში და იმდროინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ასე შეიკრა ეს სამეული, ამას მოაწერეს ხელი, მაგრამ უბრალოდ ვერ შედგა ეს ამბავი, შედგა მცირე მასშტაბით და შედგა მცირე დროით. ის მასშტაბი, რომელიც დასავლეთს სჭირდებოდა და რომელიც შემდეგ მოგვიანებით უკრაინაში განხორციელდა, აქ ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ ჩვენი მასშტაბი იყო პატარა და რუსეთმა ორ დღეში დაამთავრა, ორ დღეში გასცა პასუხი იმ მოვლენას, რაც აქ იგეგმებოდა. ამიტომ შემდეგ მოუწიათ სხვაგან გადატანამ ამ მოვლენისა. რუსეთი რომ ჩართულიყო ხანგრძლივ ომში, რუსეთის წინააღმდეგ რომ აემოქმედებინათ და აემუშავებინათ მთელი დასავლური არსენალი დაწყებული ფინანსებით და დამთავრებული შეიარაღებით, ანუ დასავლეთს, კოლექტიურ დასავლეთს თავისი ნატოთი ომი რომ გამოეცხადებინა რუსეთისთვის, ოღონდ ეგრეთ წოდებული პროქსი ომი, რომელიც მათი ჯარისკაცების ხელით კი არ განხორციელდებოდა, არამედ აი ამ უბედური გაბრიყვებული უკრაინელების ხელით განხორციელდებოდა და განახორციელეს კიდეც. მიაღწიეს იმას, რასაც მიაღწიეს და რაც მიიღეს. მილიონობით მსხვერპლი, დანგრეული და მიწასთან გასწორებული უკრაინა, განახევრებული მოსახლეობა, თითქმის განახევრებული ტერიტორიები და უკრაინა, რომელსაც პრაქტიკულად მომავალი არ აქვს. აი ეს საქართველოში უნდა გაეკეთებინათ. თქვენ ახლა გაავლეთ ეს პარალელი და მე გიმეორებთ, დიდი ხნის წინ ვავლებდით ჩვენ ამ პარალელს, მაშინ, როდესაც უკრაინის მოვლენა ჯერ კიდევ არ არსებობდა. მაგრამ ვიცოდით, რა უნდა მომხდარიყო საქართველოში და რას ისახავდა მიზნად ის, რაც საქართველოში დაიწყო 2008 წლის აგვისტოში. დღემდე იძახიან საქართველოში, რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ომი საქართველო, ამის თქმა როგორ შეიძლება, ესე იგი, ტყუილის თქმა შეიძლება და სიმართლის თქმა არ შეიძლებაო. ამას გვეუბნებოდით თქვენც ხელისუფლებაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ახლა იძულებული გახდით სხვანაირად ალაპარაკდეთ და მე მართალი გითხრათ, მიხარია რომ თქვენ იძულებული გახდით სხვანაირად ალაპარაკდეთ. იმიტომ რომ არა ეს იძულება, ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა ის იწილო, რასაც ქვეყნისთვის უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. და შესაძლებელია უფრო დიდი უბედურება მოიტანოს, იმიტომ რომ პერსპექტივა საქართველოს უკრაინიზაციისა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოხსნილი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში თითქმის მივიდა პროცესები ბოლომდე. და როგორც იქნა დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რა კი იქ არ დასრულებულა მთლად ბოლომდე და ხელი არ არის მოწერილი და ომი არ არის შეჩერებული ჯერ კიდევ, აქედან გამომდინარე
ჩვენთანაც ბოლომდე არ არის მოხსნილი საშიშროება უკრაინიზაციის. ამის გათვალისწინება აუცილებელია. ახლა, როდესაც აქამდე მოვედით ჩვენს საუბარში, აქ ლოგიკურად უნდა დაისვა შეკითხვა, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს საგარეო ორიენტაცია, საგარეო ურთიერთობები. 30-35 წელიწადი რა გზითაც ვიარეთ, ამას თქვენ ცივილიზაციის უბსკრული უწოდეთ. დამართალიც ხართ ამაში. და უბსკრული იყო ეს ჩვენთვისაც. იმიტომ რომ იყო სიცრუე, იმიტომ რომ იყო მოტყუება ჩვენი და თავის მოტყუება ჩვენი მხრიდან. ამიტომ რა თქმა უნდა უბსკრული იყო ეს გზა და ახლა დადგა თუ არა საკითხი იმასთან დაკავშირებით შევცვალოთ ეს დამოკიდებულება, ეს მიმართულება, ეს საგარეო ვექტორი, ეს საგარეო ორიენტაცია თუ ისევ იქ დავრჩეთ. თუმცა მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, წარმოუდგენელია. აი ყველაფერი იმის შემდეგ, რასაც ჩვენ დასავლეთი გვიკეთებს. ევროპა განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. და რასაც თქვენ მათ შესახებ ლაპარაკობთ. აი ამის შემდეგ ევროპული კურსის და დასავლური კურსის შენარჩუნება მართალი გითხრათ, წარმოუდგენელია რაღაც ფანტაზიის სფეროდანაა. მაგრამ ხანდახან გაიელვებს მაინც თქვენს ნათქვამებში. ისეთი რამ, რაც არ უნდა ისმოდეს, რომ ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა, თორემ ევროპა გვინდა. ევროპა ასეთია, სხვაგვარი ევროპა არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია. ევროპა ყოველთვის იყო პოლიტიკური ევროპა. ყოველთვის იყო მეძავი, ყოველთვის იყო მოძალადა, ყოველთვის იყო უსამართლო, ყოველთვის იყო თახსირი, თავხედი და ყოველთვის იყო ომების გამჩაღებელი. სხვანაირ პოლიტიკურ ევროპას ბუნებაში არ უარსებია, მაგრამ თქვენთვის ეს თითქოს რაღაცა ახალი ამბავია, ისე გაიკვირვებთ ხოლმე, რომ ვერა ჩვენ ვრჩებით გაგვირვებულები. დიახ, აი აქ, როდესაც საგარეო ორიენტაციაზე ვლაპარაკობთ, ამაზე აქამდე მოვედით ამ თემამდე. ახლა რა გავაკეთოთ? აი საგარეო ორიენტაცია რას ნიშნავს მაინც? რევიზიას თუ დავიწყებთ ამ მიმართულებისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დამოკიდებულებები უნდა შევცვალოთ, არა მარტო დასავლეთის მიმართ, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართ. მრავალპოლუსიანი მსოფლიო ჩამოყალიბდა. რუსეთის ფაქტორი წინა პლანზე წამოვიდა. რუსეთმა ზესახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა და დაიმკვიდრა ჩინეთმა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ და დასავლეთი ასეთ რაც გამოჩნდა უკვე იმ გადაცემაშიც კი ასეთ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენს მიმართ. ხომ არ უნდა შევცვალოთ, ხომ არ უნდა გადავხედოთ პრინციპულად, თვისებრივად, არსობრივად, ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას და რუსეთთან ჩვენ სხვა გზა არ აქვს. ახლა ჩინეთი კი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, გამოცხადებული და ოფიციალური, მაგრამ ჩინეთი მაინც არ არის ჩვენთვის ის სახელმწიფო, რომლის გავლენას შემოუშვებთ აქ და რომელსაც მივეყრდნობით და დავეყრდნობით. იმიტომ რომ სულ სხვა ცივილიზაცია, სულ სხვა კულტურა. გარდა იმისა, რომ შორს არის ჩვენგან. რუსეთი სხვა საკითხია, რუსეთი ისტორიულად აპრობირებულია, რუსეთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. რუსეთი ზუსტად იმ კულტურის და იმ ცივილიზაციის სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით და რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენთან და რომელსაც რა თქმა უნდა აქვს პრეტენზიები, კონდეს გავლენა ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და საქართველოსაც, იმიტომ რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული სხვა რეგიონების ბედითაც, მაგრამ განსაკუთრებით კავკასიით, სამხრეთ კავკასიით. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ვართ, ამიერკავკასიის სახელმწიფო ვართ. ამიტომ იცით არჩევანი ძალიან დიდი არ არის და აი ამ მიმართულებით ფიქრი რომ საჭიროა, ეს თითქმის ყოველდღიურად ისმის და ჩანს უკვე ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ხანდახან ისეთ დამოკიდებულებას ვაწყდებით ამ თვალსაზრისით, რომ გაოცებული კი არა, გაოგნებული ვრჩებით ხოლმე. აი მაგალითად იგივე ბატონი
შალვა პაპუაშვილი რა დამოკიდებულებას ავლენს აი კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ თქვით რა არის წინაპირობა საქართველოს და რუსეთის შორის ურთიერთობების აღდგენისა, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ნორმალიზების გზა ეს არის რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის. რა არის წინაპირობა ურთიერთობის ნორმალიზებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ ნორმალიზებისა და ამის წინაპირობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. აი ეს 2 დღის წინ ითქვა და რა არის აქ ნათქვამი. და როგორია ეს დამოკიდებულება, ეს რამე შორს გამხდარი დამოკიდებულებაა თუ შესაძლებელია რაღაცა ემოციური წამოძახილია. ანდახან იმ მასშტაბის პოლიტიკოსიც კი როგორიც არის თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, როგორიც უნდა იყოს, აი მასაც წამოწდება ხოლმე რაღაცა, იმიტომ რომ ემოცია ისეთი რამეა, ყოველთვის ვერ ახერხებს ადამიანი დაძლევას ამ ემოციისა. ჩვენ ნახავთ ქვემოთ ემოცია თუ რა არის ეს, მაგრამ ჯერჯერობით მარტო ისა ვთქვათ, აი რაც ითქვა, რაც მოვისმინეთ ახლა, რამდენად სწორია და რამდენად არის გათვლილი და რამდენად შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც გვაქვს. ან რა გვითხრა ახალი ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, რასაც ვთქვათ, იგივე სააკაშვილი არ ლაპარაკობდა. სააკაშვილიც ხომ ამას ამბობდა. რუსეთის მიმართ აი ეს წინაპირობაა წამოყენებული. დააბრუნოს ტერიტორიები, გაამთლიანოს საქართველო და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ. აი ეს, თუნდაც ეს, რაც ახლა თქვი, ეს ხომ უნდა უთხრა, ხომ უნდა მიიტანო. ესე იგი, გონია რომ ტელევიზორში წამონასროლი რაღაცა ფრაზა საკმარისია იმისთვის, რომ ხმა მიაწვდინო რუსეთს და მის ხელისუფლებას. ეს მაინც ხომ უნდა არ არის ეს სწორი ნათქვამი და არ არის სწორი პოზიცია, მაგრამ თუ ამის თქმა გინდა, ეს ხომ უნდა უთხრა. თუ არ ეტყვი ის რა დაждდება ახლა პუტინი ან სხვა ვინმე იქ რუსეთში და მოусმენს ქართულ ტელეარხებს და აგერ აი რა თქვა ბატონმა შალვა პაპუაშვილმაო და ამის მიხედვით ააგებს თავის პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით თუ აი ვერ ვიგებ რას ქვია ვერ დაველაპარაკები არ დაველაპარაკი სანამ ამას არ გააკეთებს კი მაგრამ ამას რომ ამბობ იმან რომ თქვას რომ არ გინდა და ნუ დამელაპარაკები მაშინ ყველაფერი დარჩება ისე როგორც არის მოგებულ მდგომარეობაში ვრჩებით ჩვენ და ხელს გვაძლევს გვაწყობს ჟარგონით რომ ვთქვათ ის ვითარება რა ვითარებას არის არა ეს არ გვინდა ჩვენ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება ჩვენ გვინდა საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება ჩვენ გვინდა საქართველოში არსებული ასეულ ათასობით დევნილის დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში როგორც ცხინვალის რეგიონში ასევე აფხაზეთში და ამ დროს ვამბობთ რომ არა ჩვენ არ დაველაპარაკებით იმიტომ რომ პირობა აქვს მას ჯერ შესასრულებელი და რომ გვითხრას რომ ასე თუ ამბობთ კი ბატონო ასე იყოსო აი ამისი შემდეგი სვლა შემდეგი ნაბიჯი გათვლილია გააზრებულია მე მაგალითად თეორიულადაც კი ვერ წარმოვიდგინე რა ნაბიჯია შემდეგი რუსეთი გეუბნება კი ბატონო არ ვილაპარაკოთ იცხოვრეთ თქვენთვის ჩვენ ჩვენთვის ვიცხოვროთ თქვენ რას აკეთებთ ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ეს არის რომ ფილოსოფოსი შათირიშვილი გამოიყვანოთ ტელეეკრანზე გადმოფინოთ მისი უსაშველოდ გრძელი ზეწარივით ნაწერი ტექსტები და გვიკითხოთ გაუთავებლად მაგრამ ამ ტექსტებს საქართველოში არ ისმენს არავინ ის ჟურნალისტებიც კი არ ისმენენ და ითვალისწინებენ ვინც კითხულობს და რუსეთში მოისმენენ და გაითვალისწინებენ სხვა რა გზა რა ნაბიჯი რა მეთოდი რა საშუალება არსებობს იმისთვის რომ აი ამის შემდეგ რუსეთზე გავლენა მოახდინოთ არავითარი მაშინ რატომ ამბობთ ამას როგორ ვერ მოახერხეთ 13 წელიწადის განმავლობაში მისულიყავით რუსეთთან და გაგემართათ დიალოგი გეკითხათ უბრალოდ
შეკითხვა დაგესვათ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები, დამოკიდებულებები ფრიად არასახარბიელო ორივე მხარისთვის ჩამოყალიბდა და ამ ეს მიმართულებები, ეს დამოკიდებულებები შევცვალოთ. რა არის ამისთვის საჭირო? იქნებ ისეთ რამეს გვეუბნებიან და გვთავაზობენ, რაც მისაღებია ქართული მხარისთვის. ბოლოს და ბოლოს რამდენი წითელი ხაზი გვაქვს ჩვენ. ორ რამეზე არ შეგვიძლია უარის თქმა. ტერიტორიებზე და სუვერენიტეტზე. დანარჩენი ყველაფერი არის განხილვის საგანი. იქნება არ გსხოვს ის კაცი, არც ტერიტორიების დათმობას და არც სუვერენიტეტის ხელყოფას. არ გთხოვს იქნებ სხვა რაღაცა აქვს სათქმელი. კითხეთ, გაიგეთ, გაარკვიეთ. აბა რომ გამოგვეცხადებით ამ ტელეეკრანზე ასე ყინჩად და რომ გვეტყვით რომ არა ჩვენ არ გვინდა ლაპარაკი, ვიდრე იმ პირობას არ შეასრულებენ. არ გამოვა ასე და რომ არ გამოვიდა, ხომ ფაქტია უკვე, ხომ ნახა მთელმა ქვეყანამ, ხალხმა, საზოგადოებამ, ქართველობამ, ხომ ნახეთ რომ აქედან არა გამოდის რა. რა არის ეს? რა ჯიუტობაა ეს? მე წამოცდენა ვახსენე წევან. ემოციური წამოძახილი ხომ არ იყო ეს, მე თქვი? შესაძლებელია ასეთი რამეს მოხდეს და დაუშვი მეც ეს, მაგრამ როგორ არის ეს წამოძახილი? მაშინ როდესაც პარალელურად ისეთ ნაბიჯებს ხედავთ და ისეთ დამოკიდებულებებს ხედავთ, თუნდაც იგივე რუსეთის მიმართ, რომელიც ამწვავებს ცეცხლზე ნავთს ასხამს. და რა კი ეს არსებობს პარალელურად და თან პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადებაც არსებობს, რომელიც ახლა მოვისმინეთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ცუდად არის საქმე და აი ლიტონის სიტყვები რომ არ გამომივიდეს, ახლა ვნახოთ რაზე მაქვს ლაპარაკი, რა ვიგულისხმა, როდესაც პარალელურად არსებობს ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობები. თბილისის მკაფიო გზავნილი და მორიგი პრინციპული პოზიცია საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე. საქართველო იმ 91 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას და რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. რეზოლუციის წინააღმდეგ 12 სახელმწიფო წავიდა, 57-მა თავი შეიკავა, მათ შორის იყო სომხეთი. აზერბაიჯანმა და თურქეთმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. აი ეს დამოკიდებულება რას მიეცით ხმა და ახლაც აი ამ ტექსტში რა ისმოდა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები. რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები კი არ არიან. რუსეთის მიერ გადარჩენილი ბავშვები არიან. და რუსეთი მათ დააბრუნებს იმავე წუთს, როდესაც პატრონი და მშობლები გამოუშვდებათ, ახლობლები გამოუშვდებათ. არაფერი პრობლემა აქ არ არის. პრობლემას ქმნის უკრაინა, პრობლემას ქმნის და უпроსტად პროვოკაციაზე მიდიან. ერთიც და მეორეც, უკრაინაც და დასავლეთიც, ევროპაც. და ამ პროვოკაციას რატომ წამოეგეთ თქვენ მაინც და მაინც? თუ კი რაღაცა აი ქვეცნობიერში თუ აი სისხლში არა გაქვთ. რაღაცა აი რაღაცა. რატომ წამოეგეთ? სომხეთი რატომ არ წამოეგო? აზერბაიჯანი რატომ არ წამოეგო? თურქეთი რატომ არ წამოეგო? რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი ამ რეზოლუციას თუ რაღაცა პროვოკაციას? თქვენ რო გამოტყვერით და მხარი დაუჭირეთ, რა გააკეთეთ ამით? ხომ გააფუჭეთ რუსეთთან ურთიერთობა? რაღაცა ნდობის ელემენტები რაღაცის გამო, მცირეოდენი რაღაცის გამო თუნდაც იგივე სანქციებს რომ არ შეუერთით რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც იგივე მეორე ფრონტის გახსნაზე უარი რომ განაცხადეთ. აი ეს ნდობის პატარა მოპოვებული მარცვლები ხომ გააყოლეთ ქარს და წყალს, როდესაც აი ამ რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი, ანუ რუსეთის საწინააღმდეგო განწყობას დაუჭირეთ მხარი. რატომ გააკეთეთ ეს? რა არის ეს? რას ნიშნავს და რაზე მეტყველებს ეს? ეს შეკითხვა, ჩემს მიერ დასმული შეკითხვა არ არის მარტო და მხოლოდ. ასეც რომ იყოს, ის პასუხს იმსახურებს, მაგრამ
ჩათვალეთ, რომ ეს საზოგადოების და ხალხის მიერ დასმული შეკითხვა. ეს მაგალითი არ არის საკმარისი? სხვა მაგალითი ინებეთ. თქვენო აღმატებულებო, ქალბატონებო და ბატონებო, გენერალურო მდივანო, გმადლობთ რომ შევიკრიბეთ ჰააგაში, ქალაქში, რომელიც სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის სიმბოლოდ იქცა. საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგა ამ უსამართლო ომის შედეგად. საქართველო როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას. საქართველოს ყველაზე კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს. მოიხედეთ ქალბატონო ერთი აქეთ. რა გააკეთეთ ახლა თქვენ? აი ამ განცხადებით რა გააკეთეთ? დიპლომატიის დედად რომ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, ქართული დიპლომატიის. აი ამ თქვენს განცხადებაში რა დიპლომატია უნდა დავინახოთ? სად არის აქ დიპლომატია? რა მოიპოვეთ ამით? თუ ის გააკეთეთ, ცეცხლზე ნავთის დასხმა რომ ვახსენეთ წაღან, თუ ის გააკეთეთ რაღაც მოპოვებული ნდობის ელემენტების წყალს გატანება და ქარს გატანება რომ თქვი წაღან, არ არის ეს დიპლომატია. ეს არის ვაჟკაცობის დემონსტრირება, ძალის დემონსტრირება, რომელიც არა გაქვთ. არც ვაჟკაცობა და არც ძალა, მაგრამ ვაჟკაცობა რომც გქონდეთ, ძალა თუ არ გაგაჩნია, მაშინ ვაჟკაცობას კი არ უნდა მიაწყვე, არამედ ჭკუას უნდა უხმო, გონიერებას უნდა უხმო და შენი ნათქვამი როგორ დაგხვდება ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ თუ 10 წლის შემდეგ, იმაზე უნდა იფიქრო, რომ საუბარი, დიალოგი, ლაპარაკი რომ მოგიწევს ვიღაცასთან, იმან არ კითხოს. კი, მაგრამ შენ ასე რომ ლაპარაკობდი, მაშინ გულწრფელი იყავი და თუ გულწრფელი იყავი, ასეთ შემთხვევაში მე სრული უფლება მაქვს, სრული საფუძველი გამაჩნია, რომ არ გენდო. აი, ასე რომ არ დაგხვდეს შენი ნათქვამი, ამაზე უნდა იფიქრო. და გარდა ამისა, არ ხართ მართალი ამ დამოკიდებულებებში. ეს ევროპა სახეში გაფურთხებთ. სილას გაწნავთ და პანღურს გირტყამთ. ეს უკრაინა უარეს გიგეთებთ. დღე და ღამ თქვენს ლანძღვაში არიან და რა ვიცი, რას არ გიწოდებენ და როგორ არ გექცევიან შეურაცხყოფელად. და თქვენ რა ჭირი გეტაკათ ასეთი რომ ამ თქვენს მაგინებელ მაძაგებლებს მაინც და მაინც ასე ფეხებში უნდა ჩაუვარდეთ და ასე უნდა რა ვიცი აბა ასე უნდა დაუკოცნოთ სახე თუ რატომ აკეთებთ ამას? ეს არ არის ხვალინდელი დღის შესაბამისი ქცევა. თქვენ გააზრებული არა გაქვთ რა ხდება მსოფლიოში? თქვენ გააზრებული არა გაქვთ რა ხდება უკრაინაში? თქვენ გააზრებული არა გაქვთ რა მოხდება ხვალდაზე ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა სივრცეში? ეს არა გაქვთ გააზრებული დღემდე და საქართველოს ხელისუფლება ხართ? მაშინ ძალიან ძნელია თქვენთან ლაპარაკი, იმიტომ რომ თქვენ როგორც ჩანს
რომ გაგინებენ მაშინ კი არა და რომ გლანძღავენ მაშინ კი არა, აი იქით რომ აგინებთ და იქით რომ ლანძღავთ იმ დასავლეთს, ცალი თვალი მაინც იმ დასავლეთისკენ გიჭირავთ. იმიტომ რომ საკუთარი ადრინდელი დამოკიდებულებების ტყვეობიდან ვერ თავისუფლდებით. ვერ გამოდიხართ განწყობილებებიდან, რომელიც ჩამოგიყალიბდათ არასწორი აღზრდის გამო ერთის მხრივ და არასწორი განათლების გამო მეორეს მხრივ. ამას თქვენ ბევრი არ გეტყვით. ამას თქვენ ვერც ერთი იმ ტელეარხიდან ვერ მოისმენთ, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ. მათ შორის იმ ტელეარხებიდანაც, რომლებიც თქვენი გონიათ. ვერც იქიდან ვერ მოისმენთ. ამას მე გულწრფელად გეუბნებით და იმ იმედით გეუბნებით, რომ რაღაც დასკვნას გააკეთებთ. იქიდან რასაც მე გეუბნებით ახლა ამ წუთს. არ ვარგა ეს პოზიცია. დასაგმობია თავიდან ბოლომდე და შესაძლებელია თავიდან ბოლომდე და ამას უნდა მიხვდეთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არაფერი საიმედო ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის იმ ევროპაში, ევროპულ პოლიტიკაში არ არსებობს, იმიტომ რომ მათ მეძავეობა და ბოროტება და ომისა და შფოთის ინიციატორობა ჯერ არ დაუგმიათ და არ დაუთმიათ. ისევ ამაზე არიან ჩამოკიდებული. ისევ ამ მიმართულებით იყურებიან და თქვენს არ უნდა ჩაგითხრიონ. ისე როგორ იქცეოდნენ ისინი ანალოგიურ ვითარებაში, ესეც უნდა გქონდეთ შესწავლილი ალბათ. აი მაგალითად შესაძლებელი იყო თუ არა უკრაინაში იმ უბედურების თავიდან აცილება, რაც დატრიალდა. შესაძლებელი იყო. ამისი გარანტი იყო მინსკის შეთანხმებები. მინსკის შეთანხმებები რომ შესრულებული იყო, უკრაინაში არ მოხდებოდა ის უბედურება, რაც მოხდა, რაც დატრიალდა. მაგრამ არ შესრულდა ის შეთანხმებები. რატომ იცით? იმიტომ რომ მამაძაღლმა ევროპამ და მამაძაღლმა ევროპელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის არ შესრულებულიყო. როდესაც ხელს აწერდნენ იმ ხელშეკრულებას, მაშინ იქცეოდნენ იმის საწინააღმდეგოდ, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. და ესეც ფაქტია, იცის მსოფლიომ თუ როგორ მოიქცნენ ისინი. საფრანგეთი იყო ერთ-ერთი ხელისმომწერი და გერმანია. რა თქმა უნდა, თვითონ უკრაინა. საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა. ნუ რუსეთზე არ მაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი, მაგრამ აი ამ სამმა ხელისმომწერმა, სამმა ერთმა მხარემ სინამდვილეში. ნახეთ რა იკადრეს მინსკის ხელშეკრულებების გამო. შეხედეთ და დასტკბით, აი როგორია დასავლეთი და როგორია ევროპა. Я считаю, что это очень талантливо написанный документ. Камон. Мне нужны были эти Минские соглашения, чтобы получить как минимум 4,5 года, чтобы сформировать украинские вооруженные силы, строить украинскую экономику и обучать украинских военных вместе с НАТО для создания лучших вооруженных сил в Восточной Европе, которые формировались по стандартам НАТО. Чиновница ошеломила весь интернет, сказав, что Минские соглашения заключались в том, чтобы дать Украине время нарастить военный потенциал. Ну, я думаю, что ты согласишься со мной. Когда мы подписывали Минские соглашения, мы знали, что война будет неизбежна. Но нам нужно было подготовиться все эти годы, нарастить армию для того, чтобы быть готовыми к этой войне. И Минские дали нам какое-то время для того, чтобы вооружить армию. И Ангела недавно сказала об этом. Oui, elle a eu raison de le dire. Да, она была права, когда это сказала, потому что думали, что это Путин хотел выиграть время. Нет, это мы хотели выиграть время, чтобы дать возможность Украине восстановиться, укрепить свои военные возможности. И именно поэтому мы должны защищать Минские переговоры, в которых ты сыграл очень важную роль. Их нужно защищать, потому что именно в течение этих 7 лет у Украины появились средства для укрепления. И в этом Путин допустил ошибку. Он недооценил возможности украинцев и их сопротивление. თქვენ ახლა ნახეთ სამი ევროპელი მამაძაღლი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა გავშიფრო ეს მამაძაღლი და უნდა ვთქვა მათი
გვარები. ეს არის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო, ეს არის გერმანიის ყოფილი კანცლერი მერკელი და ეს არის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ოლანდი. სამივე ხელმომწერმა მინსკის ხელშეკრულებებს დაადასტურეს, რომ ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვაწერდით ხელს, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან, არამედ იმიტომ, რომ დრო მოგვეგო, უკრაინა შეგვეიარაღებინა და უკრაინის ხელით რუსეთი დაგვემარცხებინა და გაგვენადგურებინა. აი ეს არის ევროპა. სამწუხაროდ, საუბედუროდ, ცუდია რომ ასია, მაგრამ ფაქტია რომ ასია და ასეთ ევროპას რომ ვერ ეშვებით საქართველოს ხელისუფლებას მიუგარდა. ცნობიერი მიჯაჭულობა რომ ვერ დაგითმია და ის ძაფები რომლითაც ხართ დაკავშირებული ამ ევროპულ რეალობასთან თუ ევროპულ პოლიტიკასთან, ეს რომ ვერ გაგიწყვეტიათ ვერაფრით. აი ეს მაგალითები არაფერს გეუბნებათ. ეს მაგალითები გაკვეთილი არ უნდა იყოს თქვენთვის, რომ ხვალ და ზეგ თქვენს ასე მოგატყუებენ, ასე გადაგაგდებენ და ასე გაგხვევენ უბედურებაში, როგორც უკრაინა გახვიეს უბედურებაში. ასე მოიქცევიან ისინი, იმიტომ რომ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ. მათ ომის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. მათ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდაც. ისინი დღესაც კი, როდესაც მათი უმთავრესი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ომი დაასრულოს უკრაინაში. ესენი ისევ ომის გაგრძელებაზე ფიქრობენ, ომის გაგრძელებაზე ლაპარაკობენ და ევროპაში ჯარის შექმნაზე ლაპარაკობენ. ჯარის და არმიის შექმნაზე ლაპარაკობენ, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით უნდა და იმ მიზნისთვის უნდა, რომ ომი არ დასრულდეს, ომი გაგრძელდეს. და ამ ომის ვითარებაში მათი უბინძურესი ვნებები დაიკმაყოფილონ და რა თქმა უნდა ხელიც მოითმონ. ასე იქცევიან ისინი. აი მაგალითად რას ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის კარგად ცნობილი კალასი, რომელსაც თამარ კვარაცხელიამ უწოდა ცუდია კალასი. ნუ კარგია, კაია ხო ქვია სახელი და ცუდია კალასი. ვინაიდან ნატოში გაწევრიანების საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში, მაშინ უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების რა გარანტია იქნება ხელშესახები. ეს არ შეიძლება იყოს დოკუმენტი ან დაპირება. ეს უნდა იყოს რეალური ჯარი, რეალური სამხედრო შესაძლებლობები, რათა უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს. უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი არ არის პუტინის საბოლოო მიზანი. მას მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს და თუ ეს მოხდება, საფრთხეში სხვა რეგიონებიც აღმოჩნდებიან. აბატონო, ჯარის შექმნაზეა ლაპარაკი. არმიის შექმნაზეა ლაპარაკი და აქაც ხომ შეიძლება მით უმეტეს ქალია და მით უმეტეს უტვინო ქალია. ხომ შეიძლება რომ რაღაც ამოსცენასთან მქონდეს საქმე და ეს რეალობასთან კავშირში არ იყოს, მაგრამ ეხლა მე გაჩვენებ თქვენ ერთ ძველ ფრაგმენტს ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერიდან, რომელიც ეკუთვნის ისეთ პიროვნებას თავშეკავებით რომ იყო გამორჩეული. ეს გახლავთ ედუარდ შევარდნაძე და ნახეთ იგივე თამასთან დაკავშირებით რას ველაპარაკებ. პირველი ვინ შევიდა ბოსნიაში. პირველი შევიდა ამერიკის შეერთებული შტატები. და შემდეგ მიიღო უშუალოების საბჭომ, მე ნებართვა მიცა და ართონება და ასე შემდეგ. ასეთი მოქმედებების არ არის გამორიცხული. შემდეგ ევროპა გულგრილი იყო აქამდე. უნდა გითხრათ გულგრილი იყო, მაგრამ ევროპა სწორედ აი ამ კონფლიქტების შემდეგ ბალკანეთში დარწმუნდა იმაში, რომ კონფლიქტი გერმანიაში მოხდება თუ ბალკანეთში თუ საქართველოში, რომელიც შემადგენელი ნაწილია, უკვე დიდი განსხვავება აღარ არის. იმიტომ რომ ომში ჩათრევა რეალური საქმეა, რეალური პერსპექტივაა მათთვის. აქედან გამომდინარე ის გადაწყვეტილება სრულიად არაორდინალური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროკავშირმა. ევროკავშირი ქმნის ამ უზარმაზარ არმიას იმისათვის, რომ კონფლიქტები საკითხი მოგვარდეს და ევროპის კონტინენტზე ყოველ შემთხვევაში სხვა კონფლიქტები აღარ აღმოცენდეს. ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე?
და საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს და საიდან მოდის? ამ ცუდია კალას კი არ წამოხსნენია რამე, არამედ ეს არის დამოკიდებულება ევროპისა საგნებისა და მოვლენების მიმართ. ისინი არიან ომის ანგელოზები. და არა მარტო ომის ანგელოზები არიან, არამედ არიან გარყვნილების და სიბინძურის ანგელოზებიც. აი სხვათა შორის ძალიან სწორი შეფასებები, ძალიან სწორი ფორმულირებები მოგვცა ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. Либо вся планета будет находиться под гнетом извращенцев, а это так. Люди, которые пересаживают половые органы детям, являются извращенцами. Точка и восклицательный знак. Либо мы всей планетой скажем, что это норма, зная, что это извращение. Либо мы дадим сами себе и нашим детям шанс на будущее. Не меньше. Битва идет за это, не за территории, даже не столько за ресурсы. А за то, будем мы нормальными или мы будем новонормальными. Აი პოზიცია. და მე ვიცი რომ ძალიან ბევრს რაღაცა არ მოეწონება. აი ამ ბოლო ვიდეოში. იმედი მაქვს რომ ეს არის მარია ზახაროვა. მარია ზახაროვა თუ არ მოგწონთ, პრობლემა არ არის. ნუ მოგწონთ, მაგრამ მე მაინტერესებს მისი ნათქვამი მოგწონთ თუ არ მოგწონთ. მის ნათქვამს ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით. აი ეს მაინტერესებს მე, თორემ ზახაროვასადმი თქვენი დამოკიდებულება არავის არ აინტერესებს. მის პოზიციასთან თქვენი დამოკიდებულებაა საინტერესო და აი ეს არის ბრძოლა ევროპული დასავლური გარყვნილების წინააღმდეგ. ამის მედროშედ ჩვენ ვერ ვივარგებთ. ამას სჭირდება ისეთი დიდი სახელმწიფო, ძლავრი სახელმწიფო, ზესახელმწიფო, როგორიც არის რუსეთი. რუსეთს შეუძლია ჯებირივით აღიმართოს აი ამ უბედურების წინაშე, რაც ევროპიდან მოდის. ომი და გარყვნილება. ერთით შეუძლია ალაგმოს ისე როგორც აულაგმავს სხვადასხვა საუკუნეებში და მეორეც. ამიტომ ჩვენ არჩევანი ამ ღირებულებებზე უნდა გავაკეთოთ. და არა იმაზე პერსონალურად პუტინი მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ზახაროვა მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ლავროვი მოგწონთ თუ არ მოგწონთ და ასე შემდეგ. უნდა გამთავისუფლდეთ ამ მიდგომებისგან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხარი უნდა დაუჭირო ზნეობას და ყოველთვის უნდა აღუდგეთ წინ უზნეობას. მხარი უნდა დაუჭირო სიკეთეს და ყოველთვის უნდა აღუდგეთ წინ ბოროტებას. მხარი უნდა დაუჭირო მშვიდობას და ყოველთვის უნდა აღუდგეთ წინ ომს. როდესაც ასე ჩამოვყალიბდებით, ამის შემდეგ პიროვნებები თავისთავად გახდება ზოგი მისაღები და ზოგი მიუღებელი. აი აქ ცოტა ამოვისუნთქოთ და შედარებით უფრო მსუბუქი თემებისკენ გადავინაცვლოთ. ფსიქიატრიის რენტგენი. ბატონო ზალ, თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი გვაქვს, თუ გვაქვს ბოლოსთვის შემოვინახოთ. ახლა მოდით პირველად უცხოელი შემოვიყვანოთ ამ რუბრიკაში. ამერიკელი. ჩვენ უკვე დავუწესეთ სანქციები ქართული ოცნების ოფიციალურ პირებს, ძალადობრივი პროტესტის მიმდინარეობისას. უკაცრავად, შვიდობიანი პროტესტის მიმდინარეობისას, მათი მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობისთვის. დიდი არაფერი, წამოწდენა მოხდა. და იმ პროტესტს, ვითომ პროტესტს საქართველოში და თბილისში განსაკუთრებით და რუსთაველის პროსპექტზე განსაკუთრებით წელიწადზე მეტია რაც მიმდინარეობს, ძალადობრივი პროტესტი უწოდა. ნაცვლად იმისა, რომ მშვიდობიანი ეთქვა რაღაცამ, ღმერთმა, განგებამ თუ საკუთარმა ფსიქიკამ, თუ სინდისმა, თუ გააჩნია ასეთი რამ, არ დაანება
ის სიცრუე, რომელიც უნდა ეთქვა, რომ ეს პროტესტი არის მშვიდობიანი. და თქვა ის, რაც სინამდვილეში არის, მაგრამ რაც მას არ უნდოდა, რომ ეთქვა. ძალადობრივი პროტესტია. დიდი ხანია კუბას სანიკიზე არ ვყოლი. კავშირი მე ჩემი თავი არ მახსოვს და თუ აკუბარდიამდე რანაირ ვიყავი რა. რაც თვალი გავახილე, ის სტუდიაში გავახილე თვალი. ხო. არა, იქ ისეთი ამბები არის. ერთხელ ხო ვართ სტუდიაში ხო და დავიწყე რა. რაღაცებს შემეკითხა და ვერ ჩუმად მეუნება რომ შენო ილაპარაკეო და მე სიგარეტზე ჩავალ. ქვემოთ იყო ისა. ბუტკა. ჩიხური იყო და ჩავალ და შენო ილაპარაკეო ამოვალ ახლა. კამერა არ გადმოვიდა საკეთო. კამერა ჩემსკენაა მოტრიალებული და გულმა რეჩხი კი მიყო რომ მე ვთქვი შეიძლება არ მოვიდეს რა დროზე. და დავიჭირე თადარიგი და დავიწყე ძველი ეგვიპტე. ამოვედი ძველი ეგვიპტიდან ვიარე, ნუ რა ვიარე, რო ვიარე რა. ხვებით ყველა. ხო, არ ჩანს. ამოვედი რომი, მანამდე ალექსანდრე ვაომეს სპარსელებთან ისავქენი, იქ ფარნავაზმა გამოანათა, იქ რაღაცა ინდაინო შემოვიდა, იქ რაღაცები, იუსტინიანე, ნუ მოვედე, მერე ერთი ქვეყანა რო არ მყოფნიდა, სხვებსაც რთავდი იმაში, რაღაცებში არ ჩანს. კაცობრიობის 3000 წელი მიდის, და თუ არ ჩანს რა, უკვე ახლა ეს წელთაღრიცხვაც ახლა აღარ გაპატიებს ხო, იწურება, რაღაცა ჩერჩილამდე ვიყავით მოსული. და მოვიდა. აი დავამთავრეთ, რაღაცა უთხრა ბიჭო სად იყავ? აქ არ იყო საბურთალოზე. ეს ისეთი ჩანაწერია გუბაზის მიმართ პოზიტიურად რომ განგაწყობს, რა თქმა უნდა. კარგად მოყვა, შესანიშნავად მოყვა და რა თქმა უნდა უტრირებულია, რა თქმა უნდა გაზვიადებულია ის რაც მოყვა, მაგრამ ასეთია ეს ჩვენი ცნობილი აკუბარდია. აი ასეთი ანეკდოტები, ასეთი ნათქვამები რომ ვრცელდება კაცზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესეთი დამოკიდებულებები აქვს საგნებისა და მოვლენების მიმართ და ასე შეუძლია მოიქცეს, ალბათ ასე არ მოიქცეოდა, მაგრამ მას შეუძლია პრინციპში რომ ისე მოიქცეს, როგორც ახლა კუბაზმა დაგვიხატა ეს კაცი. ამ კაცს, ამ აკუბარდიას ყავს გოგო. ის აკუბარდია, რა თქმა უნდა. და ბევრი არაფრით განსხვავდება მამამისისგან. ისე ერთხელ თქვი და უნდა გავიმეორო კიდეც. იშვიათად მინახავს გერი რომ ასე გავდეს დედინაცვალს. მაგრამ მარტო დედინაცვალს არ გავს. მამამისსაც გავს ძალიან და ახლა მინდა მისი ერთი პასაჟი მოგასმენიოთ. ბიძინა სამარაჯიმოდ უნდა ყავდეს და ბიძინა სამარაჯიმოდ უნდა ყავდეს და გადავასვა. რა გითხრა ახლა? კი რაღაცა ლაფსუს ლინგვასთან გვაქვს საქმე, რაღაცა ვერ გამოთქვა. მე მგონი მეგრულსა და ქართულს შორის გაიჭედა სადღაც თუ რაღაცა მოუვიდა, მაგრამ აი რაღაცით ადრე დედინაცვალს ვამსგავსებდი და ახლა მამამის დავამსგავსე და ამიტომ მოვიტანე ეს პასაჟი. ისე გუბაზსაც ყავს, პატარა გუბაზი, უბრალოდ პატარა ლევანი, რომელიც ძალიან არაორდინალურია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა რასაც წარმოგიდგენთ, მან აღიარება გააკეთა. აი ნახოთ ეს აღიარება. ხელისუფლების ჩამოშლის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბერკეტი, აი მე ესე უყურებ 70% წყდება გარედან, 30% წყდება შიგნიდან. კარგი იყოს ეს თანაფარდობა, მაგრამ ეს მისაღებია, რომ საქართველოს ბედი და ის პროცესები სახელმწიფო გადატრიალებამდე რაც გინდათ მიიყვანოთ, რომ წყდება თუნდაც 70%-ით გარეთ. გაცილებით უფრო მეტი პროცენტით წყდება გარეთ, მთლიანად გარეთ წყდება. იქიდან მოდის დაფინანსება, იქიდან მოდის დაკვეთა, იქიდან მოდის ბრძანება და ყველაფერი იქიდან მოდის. აქ თქვენ ხართ აი ხელის ბიჭები, რომ დარბი ხართ.
სამწუხაროდ მამა შენთან ერთად რომ დარბიხარ და რომ გინდათ საქართველოს რაღაც უბედურებაში გახვიოთ. ხო, ახლა რას არ კადრულობენ ამ მიზნის მისაღწევად? ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან სათნო მოხუცებული ქალბატონი. ძალიან სათნო და კეთილი როგორც ჩანს. ყოველ შემთხვევაში მისი გარეგნობა ასე მეტყველებს. გაწერიათ პლაკატზე რომ ბებიას არასდროს ერქმება ბაბუშკა. ეს თქვენ მოიფიქრეთ როგორც ძალიან კეთილი ქალი ჩანს. ხო და არ მოუფიქრებია მას რომ ბებიას არასოდეს არ ერქმება ბაბუშკა. ესე ძალიან სერიოზული მიგნება, აი რაღაცა პუბლიცისტური თუ უფრო მაღალი ფილოსოფიური მიგნება, ვინც მიაგნო და ვინც ამაში გარია ეს სიკეთით სავსე მოხუცებული ქალბატონი. ხედავთ რასთან გვაქვს საქმე. ხო, ახლა ცოტა უფრო სერიოზული თემა. ნახეთ რას როგორ გვასაღებენ. იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც გაბედა და პირველმა პუტინის ექსპანსიონიზმს გაუწია წინააღმდეგობა 2008 წელს და არ დაუშვა ის, რომ თბილისში შემოსულიყო რუსული ჯარი, დაეპყრო და რასაც ზელენსკის უპირებდა, იგივე გააიკეთებინა იმდროინდელი დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის და პრეზიდენტისთვის დაემხო ის მთავრობა. ხედავთ რას გვეუბნება ეს ქალბატონი, რომ თურმე ვერ დაამხეს სააკაშვილი, თორემ თბილისის აღება უნდოდა რუსეთს და აი სააკაშვილმა ეს არ დაანება. აი სააკაშვილმა გორში რომ ფორტყავდა მიწაზე და სააკაშვილის მთელი თავრობა იმას რომ მიაწყდა, რა ქვია, საზღვრებს, რომ გაქცეულიყვნენ საქართველოსთან. აი იმათი შეეშინდა თურმე რუსებს და ვერ აიღეს თბილისი. ამას გვეუბნება აი ეს უტიფარი ქალი, რომელსაც გონია რომ ყველას მოატყუებს ისე როგორც ალბათ საკუთარ ოჯახის წევრებს ატყუებს. ეს რა არის? ახლა გაჩვენებთ მე კრეხელობის ისეთ მაგალითს, რომლის მსგავსი მე მგონი დედამიწის ზურგზე არავის უნახავს. რაღაცა უსაზიზღრესი მაგალითია და ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ნახსენებია ამ კონტექსტში, მაგრამ თავისი მკრეხელობით, თავისი სისაძაგლით, თავისი სიბინძურით რაღაც უდიდეს მოვლენასთან გვაქვს საქმე. აი ვისთან არ გექნება არასდროს სექსი? ვისთან არ გექნება არასდროს სექსი? ეს როგორ თქვა, ვისთან არ მექნება? იცი რა, არასდროს არ უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ ნუ აი ბიძინა ივანიშვილთან რომ არასდროს სექსი არ მექნება, კიდევ ერთხელ ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს და თან შემეცოდა რომ აი ხედავთ რა უბედურებაში აღმოჩნდა კაცი. მაგრამ დავანებოთ თავი ამ ხუმრობას. აი ეს არხი რომ არსებობს საქართველოში და ამ არხს რომ არ დახურავ კი არა, რომ არ დაწვავ. აი ცეცხლის ალში რომ არ დაწვავ. გაგვიჭირდება ძალიან. იმიტომ რომ ეს ისეთი საზიზღრობაა, ისეთი საძაგლობაა. მე არაფერს ველაპარაკობ ამ ქალზე, რომელსაც აი ამ შეკითხვას უსვამს ჟურნალისტი ეთერში საჯაროდ და ამაზე პასუხს აძლევს, დაფიქრდა და პასუხიც გასცა. წარმოგიდგენიათ სანამდე მივიდა ჩვენი უბედურება, ჩვენი სენი რა შორს წავიდა, აი მეტასტაზები როგორ გაიქცა და რასთან გვაქვს საქმე. ეს სატირალია. ეს არ არის მე ახლა ცოტა ისეთი ხუმრობა, რომ ურევია ისეთ რუბრიკაში მომაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ტკივილია ჩვენი. ეს ჩვენი ტრაგედია. ეს ხვალინდელი დღის პერსპექტივის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩვენ და სამწუხაროდ. ხო და რას აპირებთ ახლა თქვენ აი აკაცუკებს რომ გეძახიან ესენი? რა სანამდე აპირებთ გაგრძელებას? აი როდემდე, ბოლომდე
ანუ არასწავლეთ ჩემი ბოლო ჩვენ გვაქვს ყოველას ინდივიდუალური ჩვენ ყოველას გვაქვს იქ ინდივიდუალური ბოლომდე ბოლომდე აპირებთ ხომ და რა იქნება ბოლოს რას მივიღებთ ბოლოს რომ ყვიროდით აი კამიტით მოგწამლესო ერთი მასალა ვნახე ასეთი საინტერესო მასალაა ძალიან რა თუნდა ამათ კამიტი აი რა თუნდა ახლა ამ ქალს აი ბოლომდე რაღაცა აი რა თუნდათ ამათ კამიტი და მოწამლა ესენი სხვა რამით არიან მოწამლულები ესენი იდეოლოგიით მოწამლეს ფულით მოწამლეს რა კამიტი რის კამიტი ესენი გარყვნეს და გაათახსირეს თავიდან ბოლომდე და მივიღეთ ასეთი სურათი BBC-ს უთქვა მშინავი საქმეთა სამინისტრომ კამიტი გამოიყენა აქციების დაშლის დროსოდა ამათ კამიტი რა თუნდათ აი შეხედეთ დააკვირდით აი ფოტოებს უყურეთ აი უნდა ეხა ამას კამიტი ანუ ისედაც კამიტის ქვეშ არ არის დაკამიტებული არის რასაკავს ნახეთ შეხედეთ აი ამაზე მაგალითად უნდა კამიტი მე მგონი არ უნდა ისედაც დააქვთ ნაპირები და რაღაცა თხუილი ხო არ არის ეს და რაღაცისთვის ხო არ მიდის მზადება რომ გარეძალებმა ისე შემოგვიტიონ სამწუხაროდ ხო არაფერი კამიტი ამას არ ჭირდებათ და ეს არ არის ისე რომ ჩვენ ამათ გავემიჯნოთ ეს ჩვენი უბედურებაა ჩვენი ტკივილია ნაწილია ჩვენი საზოგადოებისა რომელიც წაგვართვეს გამოგვგლიჯეს ხელიდან დაღუპეს და გააუბედურეს მაგრამ ჩვენია მაინც კი არ უნდა გავემიჯნოთ როგორ შევძლებთ და რამდენადაც მოგვიხარხდება უნდა უმკურნალოთ ამათ მარტო ამათ კი არა აი იმათაც ვინც თანაუგრძნობს ამ მოვლენებს და ამ პროცესებს ნახეთ ახლა ერთი მამაკაცი რომელსაც პოზიცია აქვს თავის პოზიცია ამ ადამიანებთან მიმართებით ესე გრატულირებთ სხვა შანსი აღარც დაგვიტოვეს სხვა არც ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი პროტესტი უბრალოდ აქ მოვდივარ და ვნახულობ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს აი ყველაზე მეტად ვინც მიყვარს ესენი არის აი 49 საუკუნეს გადავწდი ხო და აღარავინ აღარ მახსოვს აი აღარავინ და ჩემს მე მგონი უკვე აღარავინ აღარაფერს აღარ ნიშნავს ჩემს ყველაზე ძვირფასი ადამიანები განანაა რა 9 საუკუნეს რომ გადაცდება კაცი და აი ეს ადამიანები მოსწონს ვინც გვერდით უდგას უმშვენებს გვერდს ეს ტრაგედია ეს შესაძლებელია უფრო დიდი ტრაგედია ვიდრე მათი ბედი და იღბალი ვინც უკვე ჩაყლაპა ასე ვთქვათ იმ უბედურებამ და საბოლოოდ მოწამდა აი ეს კაცი უფრო დიდი ტრაგედია იმიტომ რომ ამას უფრო უარესი ჭირს ვიდრე თვითონ იმათ და კიდევ სიგიჟის ერთი ესეთი პოლიტიკური გამოვლინება რომელსაც მე მგონი პრეცედენტი არ აქვს და საზღვარიც არ აქვს ინებეთ ვაკეთებთ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების სახელით ოფიციალურ განცხადებას ძვირფასო თანამემამულენო საქართველოში და მის ფარგლებს ყოფნო რომლისთვისაც სამშობლო არის უწინარესი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომელიც შეცვლის საქართველოში პოლიტიკურ ვითარებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ხელახალ აღორძინებას საქმე ეხება 2026 წლის 9 აპრილისთვის ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშნას ეს უპრეცედენტო ფაქტი რომელიც შეძლებს საქართველოს გამოყვანას კრიზისული მდგომარეობიდან თანაც ლეგიტიმური გზით ჩვენს ქვეყანას საქართველოს დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ ჩარჩოში არ შეიძლება არ შეგეცოდოს ეს ადამიანები მაგრამ პირველ რიგში არ შეიძლება საქართველო არ შეგეცოდოს 9 აპრილს აი ახლა რომ მოვა 9 აპრილი ამათ არჩევნები დაუნიშნავთ ეგრეთ წოდებულ
კანონიერ ხელისუფლებას, ეს გამსახურდია კარვის ქალები და კაცები, რომ დარბიან სადღაც ცალკე და აი იმათ ეხმარებიან იმ გიჟებს, სახელმწიფო გადატრიალების მოციქულებს. იმათ ეხმარებიან. სხვათა შორის ყველა. აი ვინც ამ არაბული ინვესტიციის გამო გახвиრის ამდენს და მათ გვერდით დგებიან. ყველა ესენი საბაბს პოულობენ იმისთვის, რომ როგორმე გაემიჯნონ იმას, რასაც მშვიდობის შენარჩუნება ქვია საქართველოში. მოგწონს თუ არ მოგწონს? გვაქვს თუ არა გასაკრიტიკებელი, გვყავს თუ არა ახლა მე რაც ვაკრიტიკე. თუნდაც დღეს ეს ხელისუფლება მმართველი პარტია და უმაღლესი თანამდებობის პირები. მეტი კრიტიკა ხომ შეუძლებელია, მაგრამ არ შეიძლება ამის მიღმა არ დავინახოთ ის, რომ მშვიდობა გადაარჩინეს და მშვიდობა შეინარჩუნეს. აი ამ მთავრობამ და ამ მმართველმა პარტიამ. და ახლა თუნდაც არაბული ინვესტიციის და თუნდაც ამ უკიდეგანო მიგრაციის გამო ქუჩაში რომ გამოდიხარ და აი ამათ გვერდით რომ დგები, ვინც არ უნდა იყო, არ ახარ მართალი. იმიტომ რომ დღეს ეს არის ბოლომდე მისაყვანი მშვიდობის შენარჩუნება და საბედისწერო მოსახვევთან მდგავართ. და ამ მოსახვევის მშვიდობიანად გავლა. რა თემაც არ უნდა იყოს, იმ თემის სპეკულირება, იმ თემის ამოწევა და დღეს ქართული ოცნების და ამ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა ამათ გვერდით, აი ამ შეშლილი არამზადების გვერდით, ამ მოწამლული ადამიანების გვერდით დგომა. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ახლა მოდი ისიც ავთქვათ, მაგრამ თვითონ შეაფასონ თავიანთი თავი. აი ეს აკაცუკებია თუ რაღაცა უბედურება რომ არიან, თვითონ შეაფასონ თავიანთი თავი, რა მდგომარეობაში არიან და სანამდე მივიდნენ. მოდ მე მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ ცოტა ჩავიჭვით. ასეთ დღეში არიან ბატონებო. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, იქნებ აქაც წამოცდენასთან გვაქვს საქმე და ემოციასთან ხომ გითხარით ეს ემოციური ქალბატონი გახლავთ. იქნებ ემოციაა ეს და რაღაც წამოცდა და ახლა რატომ გამოიჭირე ამ სიტყვაზე და რატომ ჩართე ამ გიჟების გალერეაში? არ არის წამოცდენა. აი ახლავე დაგიმტკიცებთ რომ არ არის წამოცდენა, ეს არის აღიარება გააზრებული თავიდან ბოლომდე. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მძღნელში ვართ. აი ამას ქვია ეს. ყველანი ვხედავთ მძღნელში, მეგობრებო. წამოცდენა? არ არის წამოცდენა. იმიტომ რომ ერთმა თქვა, მეორემ თქვა, კიდევ სხვამ გაიმეორა და რაც მთავარია, ფაქტიურად ხომ ასია. მაგრამ არ ეშვებიან მაინც თავისას განაგრძობენ. და სულ უფრო და უფრო ფართო წრეებს ითრევენ ამ თავიანთ უბედურებაში. და ბატონო ზა, თუ შეიძლება თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი მომეცი აქ როგორც შემაჯამებელი სიუჟეტი. მოგესალმებით. ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება, მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. ვერც კი წარმოიდგენთ, ისე მეზარება დღეს ამ გადაცემის ჩაწერა. გაიხედეთ გარეთ, როგორიც ცევდიანი, ნაცრისფერი, მოღრუბული ამინდია. მე კიდევ მიწევს ვიყო ჟურნალისტი და ვაკეთო ნოვოსტი. ხოცებო, თქვენ ხომ ხალხი არ ხართ? ვერ მოხალთ და ვერ ამიკრძალოთ ამ გადაცემის კეთებას? მეც მინდა მამა დოროთესავით წამოვწე მხართეძოზე და არაფერი ვაკეთო. როგორ მშურს ამ კაცის? თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. მე შემიჩერეს, რომ ვერ მოვნათლავ და სახს ვერ ვაკურთხებ, მაგრამ ეს ისედაც მეზარებოდა. ეზარებოდა ამ ღვთისმოსავ კაცის რაღაც ნათლობა და კურთხევა. ლოცვა და სანთლის დანთება და რა გინდათ, რაზე გაღიზიანდით, რა ერთი ამბავი ატეხეთ და რა საღლიცინდით, მე ვერ გავიგე. დაისვენა კაცმა და გააკეთებს ახლა იმ საქმეს, რომელიც კარგად გამოცდის და რომელიც აბედნიერებს. იდგება რუსთაველის პროსპექტზე და იჯენზიკებს. რა ჯობია კაი ცხოვრებას? და მე რაღაცა ვაკეთო. გადაცემა ამ ღრუბლიან მოსაწყენ ამინდში. ძალიან გთხოვთ, ნუ შემომივარდებით ახლა კომენტარებში და ნუ დამიწყებ აქ ჭკუის დარიგებას, რას ქვია, მხართეძოზე წამოწები და შენს გემოზე იცხოვრებო. თქვენ არ ხართ ჟურნალისტი მე ვარ და მე უკეთ ვიცი, როდის რა ვაკეთო, როდის წამოვწე მხართეძოზე, როდის ჩავწერო გადაცემა და როდის ჩავიჯიბო Deep State-დან გამოგზავნილი ფულები და როდის ვიცხოვრო არხეინად. ასე რომ აშმალახა. შენ არ ხარ ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი, შენ არ ხარ. გაიგეთ თქვენელებო?
ხოდა თუ გაიგეთ ძალიანაც კარგი და არ დაგვიწყოთ ახლა აქ რაღაც ყავგასული ტრაფარეტებით საუბარი, რომ ჟურნალისტმა გადაცემა უნდა ჩაწეროს და თან სიმართლე უნდა ილაპარაკოსო. საიდან მოიტანეთ? სად წერია, ვინ დამავალდებულა ჟურნალისტ სიმართლის ლაპარაკი? გასაოცარი პირდაპირ. მავალდებულებთ ვილაპარაკოს სიმართლე, მაშინ როდესაც სიმართლის ლაპარაკი სულ არ არის ჩემი მოვალეობა. დასაჭიროა იმ სიმართლის თქმა, რომელიც გამოაჩენს, რომ მე როგორც ფუნდამენტალისტი აკაცუკი ვარ უბრალოდ ჭკუათხელი. ვერ გავიგე. არაფრის მომტანი სიმართლე, რომელიც პროპაგანდის და სყვებავს, აი არ უნდა ვიცახოთ, რომ ჩემთვის გაუგებარია მაგალითად აი და აი მან ვხედავ ხოლმე ძალიან სერიოზულ პრობლემას. ხო და ასია. ძალიანაც კი გინდოდათ დღეს მოგესმინათ რაღაც კაი სარკაზმები და კაი სიმართლეები, მაგრამ ვერ მოგართვით. ძალიან მეზარება დღეს რაღაცა ვრცელი გადაცემის ჩაწერა. ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდღამი. კარგია თამარ, აი ვისაც აკაცუკებს უძახი შენ და მეც გავიმეორე დღეს ისინი ხომ ერთხარეს არიან, მაგრამ აი ამ შენი მოდლისთვის მამაც უკი დაურქმევია თორმე ვიღაცა ენაკვიმაც და მე მგონი ენამოსრებულად არის ნათქვა. აქ დავამთავრებდი ამ რუბრიკას, მაგრამ ვიღაცამ მკითხავს, მარტო გიჟები ხომ არ არიან ამ ქვეყანაში? ნორმალურების ხომ არიან? თუ გიჟების რუბრიკა შემოიღე, მაშინ ნორმალურების რუბრიკაც შემოიღეო და არ ვიცი ახლა რუბრიკაზე რა გითხრათ, მაგრამ ამ გიჟებთან ურთიერთობაში ბევრი ნორმალური რომ გამოვლინდა, ეს ფაქტია. მაგრამ ეს ნორმალურები რა ძიმე მდგომარეობაში ვარდებიან გიჟებთან ურთიერთობისას, ესეც ცალკე სანახავი თემაა. აი ასე რომ მოდით რამდენიმე ნორმალურს წამოგიდგენთ დღეს. პირველი ნორმალური. თქვენ ნუ გვატერორებთ. თქვენ გვატერორებთ. მე მაწვე. ხო, კარგია, დაიმახსოვრე. გვარი სახელი კიდე თუ კიდერა. ყველა გადიხათ ნახევარი ყუილია რაც ახსენია. όλοι პატიმრები ნამდვილად არ აკავსთან. თქვენ ვისურვებთ იგივე ნაირად გაიზიაროთ მათი ბედი, მაშინ ვინც არ გონიათ რომ პოლიტიკა. რატო მე არაფერს არ ვაშავე? მე ნორმალური ადამიანი ვარ. ეს რუსთაველი არ დამიგრევია თქვენსავით. ცეცხლი და წვიმარო იყო. 2020-ში იქ ვიყავი, რაც მე ვნახე, იქიდან დაიწყო ყველაფერი. დაუსჯალების სიმდრომე რო გაგიჩნდათ, მე ააღოვეს. ძალიან ძიმეა ნორმალური ადამიანი გიჟების გარემოცვაში. ეს არის უმძიმეს მტერს არ უსურვებ, მაგრამ მე გამოცდილი მაქვს. მაგრამ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ საფრთხეში იგდებენ თავს და საკუთარი ნერვების ხარჯზე მაინც მიდიან იმაზე, რომ იქნებ რაღაცა შეაგნებინონ, მაგრამ რა უნდა შეაგნებინონ? ნორმალური მეორე. არა მარტო რუსთავიორის სხვა არხებიც არიან. აშილება ესე ხოვება, გაიგე დედინამე რა. ამისი ჯარი არჩევნები, დადი რუსეთში შეიძლება ცხოვრება კარიერა. იგებულება და? და გადაშენეთ არაბული სოფლები. გაკასდა. აძადი რა შეხოცა რა. მარქანები დაყავდა. აი გამოიწე. Actually, coffee on the other. Actually, coffee.
მთელი წელიწადი ასეთ მდგომარეობაში ყავთ ხალხი, მოქალაქეები, თბილისელები, აი ამ არამზადებს. და ჩვენი შვილები იქ დგანან, ესენი შვილები კი არ არიან. ეს რა არის, იცით, აი სარეველა რომ აფეთქდება, კალია რომ აფეთქდება. ისე აფეთქდა სატანა საქართველოში. აბსოლუტური სატანა. და ბობოქრობს და ზეიმობს ეს სატანა საქართველოში, მაგრამ მალე იზეიმებენ აღსასრულს. რა თქმა უნდა, იმ აღსასრულს, რომელიც მათ ეკადრებათ. კიდევ ერთი ნორმალური, ეს მესამეა. სისხლი აქელები თუ არა სააკაშვილს? სააკაშვილს სისხლი აქელები? არავის არ მომბობ. ხელები აქვს სისხლში სააკაშვილს თუ არა? ბიძინას აკელების ეს. გეკითხები არა? სააკაშვილს აქვს თუ არა? არა. ო, მაგიტო აი ესეთ პროვოკატორებთან რო გეხართ და იწერთ ამ პროვოკატორებთან. ეს ტელევიზია არის სატანისტები, ესენი არიან, აი. ამიგე. რა გამომიშეს, ვერანაირად ვერ შეასრულებ ვერა. რად გავიარო, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. გავიარო რას ნიშნავს? მერმი მითითებს სად გავიარო და სად არა. ამიგე, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. მოვდიოდი დაგინახეთ. შემთხვევით. ამიგე. თქვენ არ უნდა იყოთ ეკლესიაში და არ უნდა მრევლს არ უნდა უკითხავდეთ თქვენ პირადად. უნდა გწხვენოდეს. გწხვენოდეს, არ წხვენ. მამაოებს არ წხვენ, წესიერ მამაოებს. არ წხვენ, კი? მამა ბენიამინია ჩემი მოძღვარი, კი? მე გიგზალავ შენ ზიარებას არ შეიძლება. როგორ უნდა მიგზალო? უფლება არ აქვს, ჩამოგართვეს უკვე. ჩამოგართვეს ყველაფერი. ცოტა ხანში კაბასაც გაგხდიან. აგე ნახავ თუ არა? უზრდელები თქვენ ახართ და შეცდომაში შეკავთ. მრევლიც, ხალხის და ყველა. აი ამ სატანისტებს რო ემსახურებით. ამიგე? აი ამ სატანისტებს, აი ამას რო დგას თავდახრილი. ესე თავდახრილი უნდა იაროს სულ. აიგე? თავდახრილი უნდა იაროთ სულ და მოვა ეგ დრო. ცოტა ხანში რასაც თქვენ აკეთებთ. ხალხი რო შეცდომაში შეკავდა, აგიჟებთ. ასე გამოყავთ ადამიანები წონასწორობიდან. და ასე აიძულებენ, რომ კამათში შევიდნენ ამ გიჟებთან ნორმალური ადამიანები. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. ხელისუფლება როგორც ჩანს უძლურია. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ ალაგმა და ვერ მოთოკა ესენი და უკვე ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ხალხი უპირისპირდება ამ არამზადებს, ამ სატანის ნაშიერებს. სხვა გამოსავალი აღარ დარჩა საქართველოში. და კიდევ ერთი ნორმალური მეოთხე. ეს არის დიდი სისულელე, რომელზე პედალირება კულებს ვერ მოგიდა. BBC არის სისულელე. ჩატარდება გამოძიება და გამოძიების პასუხი. გამოძიება, როდესაც ხალხის ფულით შეიძინეთ რაღაც ნივთიერება. ბატონო, ზოგადად ალბათ მყოფობები თქვენი დამსახურებით მაგ მრავლად, ნამდვილად. ალბათ მყოფი ვარ მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ თქვენმა სპეცრაზმელმა დამასახიჩრა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს. კი, ალბათ მყოფი ვარ. კი, რომ დაგასახიჩერეს, იმიტომ კი არა ხარ ავამდყოფი. სხვა რამის გამო ხარ ავამდყოფი. შენ და სამწუხაროდ. იმიტომ რომ არ იცი სად უნდა დადგე. იმიტომ რომ არ გაწუხებს სამშობლოს ბედი. და ეტმასნები რომ ვითომ სამშობლოს ბედის გამოწუხ ხარ. იმიტომ რომ სატანასთან ხარ წილნაყარი. აი იმიტომ ხარ ავადმყოფი და არანორმალური. მოდით აქ დავამთავროთ ეს რუბრიკა და მივუბრუნდეთ ისევ რა ხდება დასავლეთში, რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ ესეც და ამითი დავამთავრებთ დღეს, მაგრამ ევროპა იქამდე მივიდა, რომ მოდით რუსეთს წავართვათ თანხები, წავართვათ ფული და ამითი დავაფინანსოთ ევროპული ფაშიზმი და ამით დავაფინანსოთ ის, რომ ომი გაგრძელდეს ევროპის კონტინენტზე. აქამდე მივიდა ევროპა მათ და სამწუხაროდ. ნუ რა თქმა უნდა, ყველაფერი ფულთან მიდის ბოლოდ, ფულს და თანხებს ებჯინება ყველაფერი ბოლოს და ეს ვადაგასული, ეს არამზადა, ეს ფაშისტი ზელენსკი, რა თქმა უნდა, ითხოვს თანხებს. დახმარებას თუ არ მივიღებთ, გვექნება 50 მილიარდის დეფიციტი. ვეღარ შევძლებთ დრონების წარმოებას. დღევანდელი დღე გვიჩვენებს ესმით თუ არა ჩვენი პარტნიორებს.
ასია თანხები და თანხები, მომეცით და მომეცით, იმიტომ რომ რაც უფრო მეც მისცემენ, მით უფრო მეც მოიპარავს, მით უფრო მეც წაიღებს საკუთარ ბუნაგში, მით უფრო მეც მისცემს საკუთარ ხროვას და მით უფრო გაწირავს და დაყუპავს უკრაინასაც და უკრაინელებსაც. ერთი ჩანაფიქრი აქვთ. უკრაინასაც, უკრაინის ამ ვაი ლიდერებსაც და ევროპის ვაი ლიდერებსაც. მათ და საუბედუროთ, საიდან შეიძლება მათ ეს ფული გაუჩნდეთ? უკრაინას მომავალ 2 წელიწადში 135 მილიარდი ევრო სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური კოლაფსი და გაკოტრება ელის. ევროკომისია წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის თანხის გაცემის 2 ვარიანტს თავაზობს. ევროპა უკრაინას ასესხებს თანხას, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივების პროცენტით დაიფარება. ან ევროკავშირი საბიუჯეტო გარანტიით ისესხებს კიევისთვის ფულს. ორივე ვარიანტს ყავს ევროპულ ოჯახში მოწინააღმდეგე. კი, რუსული ფული უნდა გაძარცვონ თავიანთი ჭკუით რუსეთი, რა მოყვება ამას იმდენი ჭკუ არა აქვს რომ ამაზე იფიქრონ და უნდა დააფინანსონ უკრაინა. თქვით ეს უკვე, აი რას ლაპარაკობს ქალბატონი ურსულა, უпростоრად ერთ-ერთი მთავარი მამაძაღლი ევროპაში. არ დავტოვებთ ევროპული საბჭოს ხდომას იქამდე, ვიდრე უკრაინის დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილებას არ მივიღებ. ასეთი გახლავთ მიდგომები, ასეთი გახლავთ პოზიციები და ქალბატონ მამაძაღლს ყავს კიდევ სხვები მხარდამჭერები, კინაღამ წამომცა ტუსკი მეთქი. მარტივი არჩევანის წინაშე ვართ. ან დღეს გავიღებთ ფულს, ან ხვალ სისხლს. სწორია ვითომ ეს პოზიცია? არ არის სწორი. არავინ ითხოვს მათგან სისხლს. ესენი ითხოვენ ყველასგან სისხლს. ამათ უნდა დაღვარონ მსოფლიოში ზღვა სისხლი, ისევე როგორც დაუღრიათ ბევრჯერ. უფასო ფული არ არსებობს. პუტინის ფული უფასო არ არის. არც ქმედებების თავისუფლება აუფასო. ამ ფულის სხვა დანიშნულებით დახარჯვა არ შეიძლება. მზად ვართ მსხვერპლი გავიღოთ, თუმცა ამისთვის სამართლებრივი გარანტია და რისკის ყველა წევრზე გადანაწილება გვჭირდება. კი, მაგრამ ამ რუსულ ფულს რომ წაიღებ, რა მოხდება ამასო? ვინმე მაინც არ ფიქრობს ევროპაში, რა თქმა უნდა ფიქრობს. აი მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი ორბანი, რომელიც რა თქმა უნდა უმცირესობაშია ევროპის სამწუხაროდ, მაგრამ მაინც კიდევ კარგი რომ არსებობს ასეთი კაცი, როგორიც არის ბატონი ორბანი. მე არ მსურს ევროკავშირი ომში ვიხილო. ფულის მიცემა კი ომს ნიშნავს. ევროკავშირს უნდა რომ ფული ერთ ქვეყანას წაართვას და მეორეს მისცეს. ეს ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. და არა მარტო ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, არამედ ევროპის დაღუპვისკენ მიმართული ნაბიჯია. სხვათა შორის ევროკავშირზე ხომ აღარ არის უკვე ლაპარაკი, ეს უკვე აღარ არსებობს ეს ორგანიზაცია, მაგრამ ნატოც კი მიიყვანეს დაღუპვის პირამდე. მათი ვითომ ძლევამოსილი და უდიდესი, უძლიერესი სამხედრო ბლოკი მიიყვანეს დაშლამდე. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში ნატოდან შეერთებული შტატების გასვლის მოთხოვნით კანონპროექტი შეიტანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, ნატო ცივი ომის რელიკვიაა, შეერთებულმა შტატებმა ალიანსი უნდა დატოვოს და ეს ფული ჩვენი ქვეყნის დასაცავად გამოიყენოს და არა სოციალისტური ქვეყნებისთვის. დღეს მე წარმოვადგინე კანონპროექტი, რომელიც ნატოში ჩვენი წევრობის დასრულებას ისახავს მიზნად, წერს კონგრესმენი. ცნობილია ისიც, რომ კანონპროექტის თანასპონსორი კონგრესმენი ანა პოლინა ლუნა იქნება. აი ასეთი რეალობა შექმნეს. დასავლეთი არის ღრმა კრიზისში შესული, ნატო არის ღრმა კრიზისში შესული, ევროპა ცალკე არის ღრმა კრიზისში შესული და ამერიკაც ძალიან ღრმა კრიზისშია შესული, მაგრამ ახლა ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ განვიხილავთ. აი კიდევ ერთი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ. საერთაშორისო მედიაში აქტიურად იწერება, რომ ვაშინგტონი კიევზე მთავარ ზეწოლას დონბასის დათმობაზე ახორციელებს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა დათმოს ყველაზე ძლევამოსილ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებით. ზალ ერთი წუთი, მადლობა რომ გამიჩერე. აი ნახეთ, როგორ ლაპარაკობს ჩვენი ჟურნალისტი. ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ბლოკი. აი საჭირო იყო აქ ამ ზედსართავების გამოყენება, აი ძლევამოსილი, ხომ შეიძლება თქვა ნატო დამთავრდა, აი ძლევამოსილი და ეს რაღაც აღმატებულ ხარისხში აყვანა და ხაზგასმა იმისა, რომ ძლევამოსილია და ყველაზე ძლიერი,
არის ამის საჭიროება, მით უმეტეს ჟურნალისტის პირიდან არავით არის აბსოლუტურად, მაგრამ ჩვენი ცნობიერება ვერ თავისუფლდება იმ უბედურებიდან, რასაც ქვია აი დასავლეთის გაფეტიშება, ნატოზე ლოცვა. პირდაპირ აი ლოცვის აღვლენა ნატოს მიმართულებით. აი ეს მაგალითი ნახეთ ახლა. ზალ გააგზავნოს თუ შეიძლება. ეს სწორედ ის ულტიმატუმია, რომელიც ომის დაწყებამდე დააყენა ვლადიმერ პუტინმა. კიევი 4 წლიანი ომის შემდეგ დათანხმდა, რომ არ გადაკვეთოს მოსკოვის მიერ გავლებული წითელი ხაზი, თუმცა ზელენსკი აცხადებს, რომ ნატო თავად არ არის მზად უკრაინისთვის. ნატო არა დახმარება კი ასეთია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პოზიცია. ფაქტია, რომ ნატო რუსეთთან ღია კონფრონტაციას ერიდება და ამიტომ კიევის მოთხოვნაც გახდა მხოლოდ სიმბოლური და მიუწვდომელი მიზანი. ტრანსატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა ვერ გაბედა ფარი გადაეფარებინა უკრაინისთვის. გაბედავენ თუ არა ახლა ცალკეული ქვეყნები ნატოს მეხუთე პუნქტის მსგავსი გარანტიები მისცენ ომში მყოფ უკრაინას და არიან თუ არა მზად ამერიკა, ბრიტანეთი ან საფრანგეთი, რომ საჭიროების შემთხვევაში ომში ჩაერთონ უკრაინისთვის. მოკლედ 2008 წლის ბუქარესტის ჩანაწერი ქაღალდზე რჩება და ჯერაც გაურკვეველია მოუწევს თუ არა უკრაინას ნატოს გარდა ტერიტორიულ მთლიანობაზე თქვას უარი. ერთ ტექსტში ხომ მოისმინეთ, აი სადაც გავაწყვეტინეთ ძლევამოსილი სამხედრო ბლოკიო, სადაც თქვა. იმის შემდეგ თქვა, რომ ნატომ ვერ გაბედა, ნატო ვერ გაბედავს, ევროპელები ვერ გაბედავენ და ასე თუ ვერ ბედავს, თუ დამარცხდა და ამაზე გაქვს ტექსტი, ხომ ეს ახალი რეალობა დადგა. მაშინ რა საჭირო იყო ის ძლევამოსილი სამხედრო ბლოკიო, რომ თქვი? ხედავ ჩემს კოლეგას, ჩემს უმცროს კოლეგას მიუმართავ ამ შემთხვევაში. დაუკვირდით ტექსტებს. ერთი სიტყვის მნიშვნელობას დაუკვირდით. თქვენ ჟურნალისტები ხართ, საჯარო სივრცეში ლაპარაკობთ, მთელ საზოგადოებას ელაპარაკებით. და ნუ გონიათ, რომ იმ თითო სიტყვას საზოგადოება ყურადღებას არ მიაქცევს და ისე გაატარებს. არ მოხდება ასე. მე ძალიან ბევრს ლაპარაკობ გიჟებზე ამ ჩემს გადაცემაში. იმიტომ რომ ეს სერიოზული მოვლენაა, დიდი მოვლენაა და დიდი ტრაგედია, ეროვნული ტრაგედია, ფსიქიატრიული პრობლემა. უკრაინაშიც მარტო აქ კი არ არიან, უკრაინაშიც არიან გიჟები, იქ ომობენ თავისჭკუით საქართველოს გადასარჩენად. აი რას გვეუბნება აი ახლა ამ შექმნილი ვითარების შემდეგ ერთ-ერთი გიჟი უკრაინიდან, ქართველი. იცით ახლა პაკროვსკის მიმართულებაზე. ეს არის ასე ვთქვათ ღმა ზურგი. სადღაც 50-60 კილომეტრი რა პაკროვსკიდან. ნახეთ, ეხლა რატო ვაჩვენებ? როიცოდეთ. აი ესეთი. აი ესეთები დაქსელილია ყველაფერი. თუ იქნება გადაწყვეტილება, რომ დათმონ, თქვა დონბასი უომრად. ესეც არა დიდი პრობლემა. ამ ომში ეს არაა დიდი პრობლემა. მთავარი მიზანი რაც იყო რუსების ვერ სრულდება. ეს იქნება დროებითი ტერიტორიული დათმობა თან. მაგრამ თუ გადაწყდება ბრძოლა, აი სანამ აქ მოვლენ, მინიმუმ ჩააწვენენ 200,000 კაცს მიწაში. ჩვენი მიზანი რაც იყო ის გრძელდება. ჩვენი ბრძოლა მარადიული ჩვენი ხალხის და ჩვენი და უკრაინელების. ხლა შეიძლება ამ კაცს რამე შეაგნებინო? მე მგონი შეუძლებელია, იმიტომ რომ იმდენად არის ტყვეობაში, აი ამ სიბინძურისა და სისულელისა, რომ ვერ გამოდის იქიდან და ამ დროს აი ხლა მოვისმინოთ აბა რას ამბობს ზელენსკის ყოფილი მარჯვენა ხელი, აი როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. Я думаю, что Трампу нужно закончить все это до Нового года по его плану. Даты имеют огромное значение, и даже не до Нового года, скорее всего, до Рождества. И если Трампу не удастся выйти на Рождество и сказать: мир, граждане, я закончил войну, перемирие любой ценой, там, перестановка огня, то он будет очень-очень расстроен. А теперь давайте сопоставим. Один парень, который против моего мирного плана, один. И я очень, и Трамп очень сильно-сильно расстроен. Я думаю, что речь может пойти о
персональных санкций против Зеленского. Я думаю, что речь может пойти о персональных санкциях против всей его семьи, потому что активы записаны на семью и так далее. А теперь представьте эффект. США вводит персональные санкции против Зеленского. С блокировкой активов, запретом передвижения там, и так далее, со всей этой историей. Как вы думаете, о чем с ним Мелани разговаривала? Вот ровно об этом она и разговаривала. И персональные санкции обсуждают, для него и для всей семьи обсуждаются уже всерьез. Совершенно верно. И я думаю, что это будет следующим шагом. Это к вопросу удара кулаком по столу. ზელენსკის არა მარტო სანქციები უნდა დაუწესდეს, არამედ უნდა გასამართლეს და სხვათა შორის როგორც დიდი სამხედრო დამნაშავე უნდა გაასამართლოს სამხედრო ტრიბუნალმა. ეს დღეც ალბათ არ არის შორს. პუტინი ლაპარაკობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ომი შეიძლება მშვიდობით ჩანაცვლეს და მშვიდობით შეიცვალოს. და სხვათა შორის აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ხედვები უკვე სინქრონშია, უკვე ერთმანეთთან თანხმობაში მოდის. Всегда говорили, и сейчас хочу это сказать, мы, как и раньше, готовы вести переговоры и готовы решать все возникшие за последние годы проблемы мирным путем. Администрация Соединенных Штатов Америки демонстрирует такую готовность. Мы ведем с ними диалог. Надеюсь, то же самое произойдет и с Европой. Маловероятно, что это возможно с действующими политическими элитами. Но в любом случае это будет неизбежно по мере нашего дальнейшего укрепления. აი, ასეთი არის ეს პოზიციები. ამერიკისა და რუსეთის პოზიციები უახლოვდება ერთმანეთს, იმიტომ რომ მოხდა აღიარება მრავალპოლუსიანი მსოფლიოსი ამერიკელთა მხრიდან, უпростоრად ტრამპის მხრიდან. De facto მოხდა ეს აღიარება. და მან გააცნობიერა, რომ რუსეთთან ომი ეს არის თუ მთლიანად მსოფლიოსი არა, დასავლეთის დაღუპვა. ამიტომ მან შეცვალა ეს დამოკიდებულებები და ახლა რამდენიც არ უნდა იწრიალონ ამ ვირთხებმა, აი ამ თავიანთ ბუნაგებში, ისინი უკვე არაფერს გახდებიან, ეს ყველაფერი წავა თავი გზით, მაგრამ რა კი ამდენი ვისაუბრეთ ჩვენ დღეს ამ ევროპელების პოზიციებზე, მათ ზნეობაზე და ასე შემდეგ, მე მინდა რამდენიმე ფრაგმენტი მოგასმენინოთ ლავროვის განცხადებებიდან. Европа похожа на врача-двоечника, который не хочет понять, с какой болезнью ты к нему пришел, а дает тебе просто таблетку какую-то или микстуру, чтобы тебе на 5 минут стало чуть-чуть полегче. А диагноз эти врачи европейские не ставят, а вот американцы пытаются разобраться, и последние контакты с ними вселяют надежду, что они глубже понимают нашу позицию и глубже понимают то, что нужно сделать, чтобы этот конфликт был урегулирован надежно и устойчиво, а не просто было взято очередное перемирие, чтобы снова накачать Украину оружием. აი აქაც გაჟღერდა ეს პოზიცია ამერიკელებთან გარკვეულ თანხმობაში მოსვლის. რაც შეეხება ევროპის დახასიათებას, ეს არის დღევანდელი დახასიათება, თანამედროვე ევროპის დახასიათება, რაც ახლა მოვისმინეთ ლავროვის პირიდან, მაგრამ რა კი მან თქვა, მინდა ბარემ თქვენც მოვისმინოთ, წარსულში რას წარმოადგენდა ევროპა. Я бы выделил в качестве одной, если не самой главной угрозы, действия Европейского Союза, вернее элиты, которая захватила власть в Брюсселе и пытается подчинить себе национальные правительства, заставляя их пренебрегать интересами собственного народа, заставляя их отказываться от тех результатов, которые дают выборы, референдумы, проводимые в европейских странах, и подчиняться узурпаторской роли от коллективного Брюсселя, бюрократии брюссельской, которую никто не выбирал, и, собственно, состав которой определяется компромиссами между законно избранными национальными правительствами. И уже не раз в истории Европа становилась источником всех бед, исчадием кризисных, глубочайших явлений,
Это и рабовладельчество, походы крестоносцев, когда мечом пытались выжигать любое сопротивление, это колониализм, это, конечно, 2 мировые войны, которые были начаты в Европе, и в силу тех амбиций, иллюзорных, но все-таки амбиций, которые испытывали европейские лидеры. И сейчас, к сожалению, Европа вновь пытается диктовать всем свои условия, свои желания, которые вот связаны, ну, внешне связаны с украинским кризисом. Она использует украинский кризис для того, чтобы самоутвердиться, для того, чтобы ставить палки в колеса и строить козни Соединенным Штатам и всем тем, кто хочет справедливого урегулирования. არავითარი კომენტარი არ სჭირდება ამ ნათქვამს, ზუსტად არის მოცემული ყველა პოსტულატი. აბსოლუტური სიზუსტით არის გადმოცემული და მე მგონი თქვენც დამეთანხმებით ამაში. და ახლა ბარემ ისიც მოვისმინოთ ლავროვის პირიდან, თუ როგორ უნდა დამთავრდეს ვითარება, როგორ უნდა დასრულდეს ის უბედურება, რაც უკრაინაში ხდება. Это же все накапливалось 10 лет практически. И когда мы всех предупреждали о том, что эти первопричины взорвутся, нас никто не слушал. Поэтому сейчас нужно удалить эти первопричины. Хорошо, что американцы это поняли. Они четко сказали, что никакого НАТО быть не может. И они четко сказали, что те земли, где столетиями жили русские, должны снова стать русскими, российскими. И что русский язык, русская культура, права канонической украинской православной церкви должны быть восстановлены. Висац аям ნათქვამში ეჭვის შეტანა შეუძლია, ის ისევე არ არის რეალობასთან ახლოს, როგორც არ არის თქვათ ზელენსკი, ვის თავსაც ეს ყველაფერი ტრიალებს და ხდება. უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატოში გაწევრიანება. ეს არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი ამ მიმართულებას. ამიტომ დღეს უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენთვის მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები და ევროპელი კოლეგების, ასევე სხვა ქვეყნების, კანადის, იაპონიის უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს შესაძლებლობას თავიდან ავირიდოთ კიდევ ერთი რუსული მოჭრა და ეს უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია. კი ბატონო, კომპრომისები იქნება და უფრო უარესიც იქნება. ზელენსკი წარსდგება სასამართლოს წინაშე და უკრაინაში ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც შეთანხმდებიან რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. და ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, იქნება რუსეთის სასარგებლოდ. ამ ომში თავიდან ბოლომდე გაიმარჯვებს რუსეთი. ასე იქნება ეს და არა სხვანაირად. ახლა მე მინდა რუსეთის ერთ-ერთი გადაცემიდან ერთი ფრაგმენტი წარმოგიდგინოთ. და მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ყურადღებით მოусმინოთ ამას. მოусმინეთ არა იმითი თქვენ რა მოგეწონებათ და არ მოგეწონებათ, ან რას დაეთანხმებით შინაგანად და არ დაეთანხმებით, არამედ რა რეალობა შეიძლება დადგეს. აი ამ რეალობის გასააზრებლად და გასაცნობიერებლად. Если мы сейчас дадим Трампу создать такой правый интернационал к западу от наших границ, для нас это через какое-то время не сильно будет отличаться от нынешней ситуации. Мы туда должны влезть, чтобы хотя бы участвовать в процессе. А на постсоветском пространстве Трамп же объявил, говорит, слушайте, я взял вот доктрину Монро, в стратегии нацбезопасности написано, что он ее дополнил и сказал: Америка для американцев. Очень хорошо, вопросов нет. Постсоветское пространство, кто-то сюда нос сунет, война будет. Американцы, британцы, турки, кто угодно. Это наше пространство. Все отсюда прочь. Никаких культурных, гуманитарных, экономических, каких угодно проектов. Здесь есть только Россия. Местные правительства не согласны с этим, не нравится. Хотите разнообразия, многовекторности, еще что-то. Значит, вы не должны быть местными правительствами. Если вас что-то не устраивает в политике Российской Федерации, приезжайте в Москву, договаривайтесь, там еще что-то. Варианты, что вы нас будете пытаться уравновесить за счет того, что притащите в регион вторые, третьи, четвертые силы,
во-первых, всегда будут заканчиваться тем, что это будут не те силы, которые вы тащите. Целый ряд государств думают, что сейчас мы затащим Запад, американцев и европейцев, и это будет баланс для России. Запад и европейцы на Южном Кавказе и в Средней Азии работают только через Турцию. Они не будут сами там находиться, они не будут там функционировать ни в каком виде. Мы сейчас очень сильно озабочены тем, что НАТО укрепляется, может укрепиться к западу от наших границ. Нам, если честно, до фонаря никакой разницы нет. НАТО укрепится на западе, и это будет условная Польша, или НАТО укрепится на юге, и это будет Турция. Все наше окружение, вся наша территория вот, постсоветского пространства, это неприкасаемая зона наших интересов. И уравновесить это тем, что вы к нам, но мы сейчас в Венесуэле или в Мексике что-то сделаем. Нет, давайте их сначала выгоним отсюда к чертовой матери. Потом после этого будем торговаться по Европе. Хорошая идея. Ай, ძალიან ყურად საღები ნათქვამი. სხვათა შორის, რუსეთი კი არ მივიდა აქამდე, რუსეთი მიიყვანეს აქამდე. დასავლეთმა მიიყვანა აქამდე. ამ კაც კანონი არ დაუწერია, რა თქმა უნდა. მაგრამ რა კი ეს ლაპარაკი შედგა, რა კი ეს ლაპარაკი ასეულობით მილიონი ადამიანის თვალწინ წარმოითქვა და გაჟღერდა, რა თქმა უნდა, ამაში დევს რაღაცა დასაფიქრებელი. რუსეთი აქამდე მიიყვანეს. ისევე როგორც რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით აფხაზეთსა და ცხინვალში მიიყვანეს იქამდე, სანამდეც მიიყვანეს. ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამდე. რუსეთი კი არ მივიდა აქამდე. დასავლეთმა მიიყვანა რუსეთი აქამდე. ეს ყველაფერი ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ და მიზეზ შედეგობრივ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. სხვანაირად არ შეიძლება. ფრაგმენტი სრულ სურათს არ იძლევა. ფრაგმენტი უნდა დავინახოთ სხვა ფრაგმენტებთან კავშირში. ბმაში სხვანაირად ვერ ჩამოვყალიბდებით ჭეშმარიტების მიმართულებით. და რა მოხდება უახლოეს მომავალში? ახალი წელი კარს მოგვადგა 2026 წელი შემოდის და რა იქნება, თქვათ, თუნდაც 2026 წლის პირველ ნახევარში. მე მინდა არა ცოცხალს, არამედ აც განსვენებულ რუს პოლიტიკოს დავეკითხო, რომელიც თქვენ ისევე არ გიყვართ უმრავლესობას, როგორც არ გიყვართ, თქვათ, მარია ზახაროვა, როგორც არ გიყვართ, თქვათ, ლავროვი, როგორც არ გიყვართ, თქვათ, პუტინი. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ კაცის, ვისაც ახლა წარმოგიდგენთ, ბევრი ნათქვამი სრული სიზუსტით ახდა. ახლა ვნახოთ 2026 წელს რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. Жириновский предсказал не только дату окончания войны, он описал, что произойдет сразу после победы. И это шокирует. Май 2026 года. Парад Победы на Красной площади. Колонны пленных украинских солдат пройдут по Москве. Как немцы в 1945 году. История повторится. Через неделю парад в Киеве. Российский флаг над Верховной Радой. Памятники бандеровцам снесут за одну ночь. Улицы Бандеры и Шухевича все переименуют обратно. Киев вернет свое русское имя. 8 областей войдут в состав России. Одесса, Харьков, Николаев, Днепропетровск. Референдумы пройдут за 3 месяца. Результат 90% за присоединение. Люди устали от нацистов. Украина как государство исчезнет с карты. Останется маленький кусок земли между Польшей и Венгрией. Население 15 миллионов. Остальные 30 миллионов станут гражданами России, Польши, Румынии. Экономика России взлетит. Мы получим все Черноморское побережье, все порты, весь чернозем Украины, промышленность Донбасса и Харькова. Это триллионы долларов. Зарплаты вырастут в 2 раза к 2027 году. Пенсии увеличат. Построим новые города на новороссийской земле. Русские вернутся домой. Запад признает поражение. НАТО развалится. Европа придет просить газ на коленях. Мы продиктуем условия. Они примут все. ასეთი იყო ეს წინასწარმეტყველება. მე ვერ დავდებ თავს, რომ ყველაფერი მართლაც ამ გზით და ამ სცენარით წარიმართება მეთქი, მაგრამ ნათქვამია,
სანთელს საკმეველი გზას არ დაკარგავს. ხო, რა კი სანთელი ვახსენეთ. ფინალიც მოახლოვდა და შევასრულები იმ რიტუალს, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებ ამ გადაცემაში. ბოლოს ვანთებ სანთელს, ვიწერ პირჯვარს და ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ მართლმადიდებლობის გზით. ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი გზა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის მართლმადიდებლობის გზა. ამ გზას უნდა დავადგეთ, ამ გზაზე უნდა შევდგეთ და იმგვარი მონდომებით, იმგვარი ენთუზიაზმით, იმგვარი ძალით და იმგვარი ჟინით, როგორც ეს ანგელოზი მიემართება ტაძრისკენ, უნდა ვიაროთ იმ გზით, რაც ჩვენთვის ისტორიულია. არა მარტო ისტორიულია, არამედ სუბსტანციური მნიშვნელობის არის ჩვენთვის. ეკლესია, მართლმადიდებლობა, სანთლები. ეს არის ერთადერთი ნაცადი და უთხოვარი გზა. აი, თითქმის ყველაფერი ის, რისი თქმაც დღეს სურდა და მოახერხე ასე თუ ისე, ემშვიდობებით იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.